რაღაც შეიცვალა უკრაინის სიღრმისეულ დარტყმებში. ნავთობ გადამამუშავებელი ქარხნები კვლავ იბომბება. კამპანია, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის საომარი მანქანის სისხლის გამოცვლას, კვლავ გრძელდება, მაგრამ ეს დარტყმები განსხვავებულია, უფრო ზუსტი. ისინი ნაკლებად მასშტაბური გახდა, რადგან უკრაინა მიზანში იღებს არათავად ნავთობ გადამამუშავებელ ქარხნებს, არამედ იმ აუცილებელ ტექნიკასა და კომპონენტებს, რომელთა ჩანაცვლებაც რუსენაცვლებაც რუსეთისთვის წარმოუდგენლად რთული და ზოგჯერ შეუძლებელი. ეს უკრაინის ოსტატური სვა იყო. მაგრამ უკრაინამ ეს მარტო არ გაუკეთებია. უკრაინა რუსეთს ართმევს რაღაც შეუცვლელს. ორი სხვა ქვეყნის, საფრანგეთის და შეერთებული შტატების დახმარებით. პრაგულ-ამერიკულმა კავშირმა უკრაინას მისცა ნაბიჯ-ნაბიჯ ინსტრუქცია თუ როგორ უნდა გატეხოს რუსეთის ნერვები და უკრაინა ამას წარმატებით აკეთებს. ყველაფერი ნავთობ გადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმებზეა დამოკიდებული. მაგრამ თუ ყურადღებით ადევნებდით თვალს უკრაინის სიღრმისეულ დარტყმების სტრატეგიას, იცით რომ ასეთი ტიპის დარტყმები 2026 წლისთვის ახალი არ არის. სინამდვილეში 2025 წელი იყო ამ კონკრეტული სტრატეგიის გარღვევის წელი. უკრაინამ დაიწყო რუსეთის ნავთობზე ძლიერი და განმეორებითი დარტყმები. წლის ბოლოსთვის უზარმაზარი ზიანი იყო მიყენებული. უკრაინამ მიზანში ამოიღო რუსეთის საერთო გადამუშავების სიმძლავრის ნახევარზე მეტი. 2025 წლის იანვრიდან იმავე წლის ოქტომბრის დასაწყისამდე უკრაინამ დარტყმები მიაყენა რუსეთის 38 უდიდესი ნავთობ გადამამუშავებელი ქარხნიდან 21-ს. წარმატებული თავდასხმების რაოდენობა მნიშვნელოვნად მატულობდა. 2025 წელს უკრაინის დრონებმა 48%-ით უფრო ხშირად მიაღწიეს მიზნებს, ვიდრე 2024 წელს. უკრაინამ მოახერხა რუსეთის ნავთობ გადამამუშავებელი სიმძლავრის დაახლოებით 20%-ის გათიშვა ერთ ეტაპზე და წლის ბოლოსთვის მათ გავრცელებული ინფორმაციით რუსეთის ნავთობის სექტორისთვის 13 მილიარდ დოლარზე მეტი ზიანი მიაყენეს. სტრატეგია კარგი იყო, მაგრამ სრულყოფილამდე შორს იყო. უკრაინას პრობლემა ჰქონდა და ეს პრობლემა მის ნავთობ გადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმების ზოგად ხასიათში იყო ფესვგადგმული. 2025 წელს უკრაინისთვის საკმარისი იყო, რომ გაელო რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემები და ნავთობ გადამამუშავებელ ქარხანაში რამე დაეზიანებინა. ნებისმიერი რამ. ცეცხლის გაჩენა იყო მიზანი, რის გამოც ამ ნავთობ გადამამუშავებელ ქარხნებში არსებული უზარმაზარი საცავი ავზები უკრაინის პრიორიტეტულ სამიზნეებად იქცა. დრონით ერთი დარტყმა და საცავი ავზი აფეთქდება. ცეცხლი შეიძლება მიმდებარე ტერიტორიაზეც გავრცელდეს. კიდევ ერთხელ, ეს იმუშავა. ნავთობ გადამამუშავებელი ქარხნები იძულებულნი გახდნენ შეეწყვიტათ მუშაობა, რადგან ხანძრები აკრობდნენ და სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა. უკრაინა რამდენჯერმე სწრაფი მიმდევრობითაც კი ურტყამდა ნავთობ გადამამუშავებელ ქარხნებს, რათა ისინი უფრო დიდხანს დარჩენილიყვნენ გათიშული. თუმცა ქარხნები კვლავ ფუნქციონირებდნენ. როგორც კი ხანძრები ჩაქრა, საცავი ავზებისა და შენობების შეცვლა არც ისე რთული აღმოჩნდა. რაღაც უნდა შეცვლილიყო. უკრაინამ თავისი დარტყმები უფრო ზუსტი და მიზანმიმართული უნდა გაეხადა. გიგანტური ხანძრები ნავთობ გადამამუშავებელ ქარხნებში ყურადღებას იპყრობდა და სათათაურებში ხვდებოდა, მაგრამ როცა 2025 წელი 2026-ში გადავიდა, უკრაინამ თავისი მიზნები შეცვალა. ხანძრები მხოლოდ ბონუსი იქნებოდა. უკრაინის რეალური მიზანი გახდა ნავთობ გადამამუშავებელი ქარხნების, რაც შეიძლება დიდხანს გაჩერება. როგორ მოახერხებდა ამას? მნიშვნელოვანი დანადგარების დაზიანებით, რომელთა სათადარიგო ნაწილების მოძიება რუსეთს დასავლეთის სანქციების გამო უკიდურესად უკირს. კიდევ ერთი პრობლემა წამოიჭრა. უკრაინის დაზვერვა აშკარად საკმარისად ძლიერია იმისთვის, რომ ქვეყანამ შეძლოს ნავთობ გადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმების განხორციელება. მაგრამ ასეთი სიზუსტის შეტევები სულაც არ არის მარტივი. უკრაინას დახმარება სჭირდებოდა როგორც იმ სამიზნების იდენტიფიცირებაში, რომლებიც რუსეთის ნავთობ გადამამუშავებელ ქარხნებში უნდა გაენადგურებინა, ასევე იმის უზრუნველსაყოფად, რომ მის დრონებს პირველ რიგში შეძლებოდათ ამ სამიზნეებამდე მისვლა. ეს დახმარება ორი სხვადასხვა წყაროდან მოვიდა: შეერთებული შტატებიდან და საფრანგეთიდან. სენსაციურ ანგარიშში Financial Times-მა გაამჟღავნა, რომ როგორც ამერიკის, ისე საფრანგეთის სადაზვერო სააგენტოები უკრაინას იმ სამიზნეების შერჩევაში ეხმარებიან, რაც საჭიროა მისი ნავთობ გადამამუშავებელ ქარხნებზე ორიენტირებული სტრატეგიის გარდასაქმნელად. ხანძრები აღარ არის მთავარი მიზანი. ნავთობ გადამამუშავებელ ქარხნებში ძირითადი დანადგარების განადგურება გახდა მთავარი მიზანი და უკრაინა ამას შემაშფოთებელი სიხშირით ახერხებს. აუცილებელი კომპონენტების მოშლით მთელი სამხედრო მანქანა ჩერდება. საფრანგეთის როლი ამაში ძალიან დიდია. ჯერ კიდევ იანვარში საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთი უზრუნველყოფს იმ დაზვერვის დაახლოებით 2/3-ს, რომელსაც უკრაინა იტენებს რუსეთთან ომში. მაკრონმა მაშინ განსენ განნიშნა, რომ საფრანგეთი ამ როლში მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც აშშ-სა და უკრაინას შორის ურთიერთობაში 1 წლის განმავლობაში გაურკვევლობა იყო. მაშინ როცა 1 წლის წინ უკრაინა ძირითადად ამერიკულ სადაზვერო შესაძლებლობებზე იყო დამოკიდებული, დღეს ამ დაზვერვის 2/3 საფრანგეთის მიერ მიეწოდება. 2/3, როგორც მაკრონმა განაცხადა. ამ განცხადებამ შთაბეჭდილება შექმნა, რომ უკრაინა ყველაფერს აკეთებს, რათა ამერიკული დაზვერვისგან დამოუკიდებელი გახდეს. ასე არ იყო. ალბათ მაკრონს ასევე შეეძლო ეთქვა, რომ დაზვერვის იმ დარჩენილი 1/3-ის უმეტესობა, რომელსაც უკრაინა იღებდა და შესაძლოა ახლა კიდევ უფრო მეტი, მას შემდეგ რაც აშშ-სა და უკრაინას შორის ურთიერთობა 2026 წელს დათბა, სწორედ აშშ-დან მოდის. და არა უბრალოდ აშშ-ს რომელიმე უწყება. ქვეყნის მთავარი სადაზვერო სააგენტო უშუალოდ უკრაინასთან თანამშრომლობს, რათა უზრუნველყოს უკრაინის მიერ ზუსტი დარტყმების განხორციელება რუსეთის ნავთობ გადამამუშავებელ ქარხნებზე. CIA საქმეშია. და უკრაინა მაქსიმალურად იყენებს სააგენტოს დახმარებას, რათა შექმნას სადაზვერო უპირატესობა, რომელსაც რუსეთი ვერ გაუმკლავდება. United 24 მედია იუწყება, რომ ხშირად სწორედ CIA-ის სპეციალისტები ადგენენ იმ კონკრეტულ სამრეწველო დანადგარს, რომელსაც უკრაინამ უნდა დაარტყას.
ამ დანადგარებთან ორი პირობაა დაკავშირებული. ეს ან უნდა იყოს წარმოუდგენლად რთული რუსეთთვის ჩეთის შესაძლებლად, ან თუ არა, რუსეთისთვის მისი შეკეთება თითქმის შეუძლებელი უნდა იყოს, რადგან მას არ შეუძლია მოიპოვოს საჭირო დასავლური კომპონენტები. გამოცემა ასევე ამატებს, რომ CIA-ის დაზვერვა გადამწყვეტი იყო უკრაინის შეტევებისთვის რუსეთის Wildberries-ის საცხობებზე. Wildberries, რომელსაც ხშირად რუსეთის Amazon-ს უწოდებენ, სთავაზობს ონლაინ პლატფორმას, რომლის მეშვეობითაც რუსი მეწარმეები ყიდიან და რუსი მომხმარებლები ყიდულობენ. თუმცა Wildberries ასევე საშუალებას აძლევს გამყიდველებს განათავსონ სამხედრო ნივთები, როგორიცაა დრონები და ჯავშანჟილეტები. ამიტომ ის გახდა სამიზნე, თანაც დიდი. CIA-ის დახმარებით უკრაინამ დაარტყა კომპანიის 8 ლოჯისტიკურ ცენტრს. ამ პროცესში დაახლოებით 860,000 კვადრატული მეტრი პროდუქციით სავსე სამრეწველო სივრცე გაანადგურა. აი ესე. Wildberries-ის მთლიანი საწავის მოცულობის 15.4% ცეცხლმაშ თანდგა, რამაც კომპანიასა და მის გამყიდველებს მილიარდობით დოლარი დაუჯდათ. ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა CIA-ის გარეშე. მას შემდეგ Wildberries-მა სცადა სამხედრო საქონლის დამალვა საძიებო შედეგებიდან, რაც ფაქტობრივად უკრაინისადმი სასოწარკვეთილ თხოვნას გავს, რომ შეწყვიტონ მათი მფრინავის სანქციების გაგზავნა. ეს არ იმუშავებს. უკრაინამ კარგად იცის, რამდენად მნიშვნელოვანია Wildberries როგორც სამხედრო მომწოდებელი, ასევე ლოგისტიკური ქსელი რუსეთის შიგნით. CIA-ის დახმარებით ის გააგრძელებს კომპანიის ობიექტების იდენტიფიცირებას და მათზე ცეცხლოვანი რისხვით დარტყმას. Forbes ამატებს, რომ CIA დიდი ხანია კულისებში ეხმარება უკრაინას. იმ მომენტიდან, როცა რუსეთმა დაიწყო აგრესიის კამპანია ტირიმის უკანონო ანექსიით 2014 წელს, CIA უკრაინის დაზვერვასთან თანამშრომლობს. კორუფციით დასუსტებული ინსტიტუტები არდგენილია. რუსული სისტემებისა და საბჭოთა პერიოდის ჯაშუშური მეთოდების ნარჩენები აღმოფხვრილია. შედეგად მივიღეთ უკრაინის დაზვერვის სამსახური, რომელიც ისეთივე მოქნილი და მომაკვდინებელია, როგორც ნებისმიერი სხვა და მას მხარს უჭერენ მსოფლიოს ორი ყველაზე ძლიერი ქვეყანა. ამჟამად საფრანგეთი და აშშ ერთობლივად ეხმარებიან უკრაინას ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმებისა და სხვა თავდასხმების განხორციელებაში რუსეთის მასშტაბით. მაგრამ CIA-ის თავისი გავლენა ბევრად უფრო ფართოდ აქვს გავრცელებული. სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდანვე რუსეთში აფეთქებები და ფარული ოპერაციები მიმდინარეობს. მნიშვნელოვანი რუსი გენერლები და ლიდერები განეიტრალებულნი არიან. უკრაინა ამ თავდასხმებზე პასუხისმგებლობას არ იღებს, მაგრამ აშკარაა, რომ სწორედ უკრაინა დგას ამის უკან. და უკრაინის უკან, როგორც Forbes ამბობს, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოა. ყველაფერი, რასაც ახლა ხედავთ, 10 წლეულზე მეტი თანამშრომლობის შედეგია, რომელიც 2026 წელს ახალ დონეზე აიყვანეს. დღეს საფრანგეთი და შეერთებული შტატები უკრაინის სამხედრო სტრატეგებს ეხმარებიან, რომ გზის რუკა შეადგინონ და შორ მანძილზე დარტყმები დაგეგმონ. მაგრამ როგორ მუშაობს ეს ყველაფერი და რა არის ამ ყველაფრის საბოლოო მიზანი? ჩვენ ყველაფერს გაგიმხელთ, მათ შორის იმასაც, თუ რა შოკის მონგრელი როლი აქვს თავად რუსეთს უკრაინის დარტყმების შესაძლებლობაში. მაგრამ სანამ ამას გავაკეთებთ, ეს არის სამხედრო შოუ. ჩვენ სათაურებს მიღმა ვიხედებით, რომ ნამდვილი ამბები ვიპოვოთ. თუ ჩვენი არხი თქვენთვის ღირებულია, არ დაგავიწყდეთ გამოწერა და შეტყობინების ზარის ჩარის ჩართვა, რომ არ გამოტოვოთ ჩვენი ყოველდღიური ვიდეოები. დეტალებს იმის შესახებ, თუ როგორ ახორციელებს უკრაინა დარტყმებს საფრანგეთისა და აშშ-ის მხარდაჭერით, გვაწვდის Financial Times-ი. დამოცემა ესაუბრა ორ დრონის ოპერატორს, რომლებმაც ორივე მარნიშნეს, რომ ინჟინრები კულისებში დიდ სამუშაოს ასრულებენ მანამდე, სანამ ერთი დრონიც კი აფრინდება. ეს ინჟინრები მიზნებს ირჩევენ იმ დაზვერვის მიხედვით, რომელსაც იღებენ. ასევე ატარებენ დეტალურ ტექნიკურ ანალიზებს, რათა შეადგინონ მიზნამდე მისასვლელი მარშრუტი, განსაზღვრონ დარტყმისთვის საჭირო ლოგისტიკა და დაადგინონ რა როლი აქვს ამ მიზანს უკრაინის ომში რუსეთის წინააღმდეგ ფართო ოპერაციულ სქემაში. როგორც კი ეს სამუშაო დასრულდება, ინჟინრები უკრაინის დრონების დანაყოფებს აძლევენ ინსტრუქციებს. აქ საქმეში ერთვებიან ენერგეტიკის სფეროს ექსპერტები, რომლებიც განსაზღვრავენ კონკრეტულ კომპონენტებს, რომელთა დაზიანებაც უკრაინის ოპერატორებს სჭირდებათ. განსაკუთრებით იმაზრებით იმაზე გაამახვილებენ ყურადღებას, რომლის შეკეთებას ან შეცვლასაც რუსეთს ყველაზე მეტი დრო დასჭირდება. როგორც ერთ-ერთი ოპერატორი ამბობს, ეს ექსპერტები უკრაინის დრონების სპეციალისტებს ეთქვიან და ეთქვიან: დაარტყით ამ მილსადენებს, აქ ან ამ საკვამურს, დაარტყით აქ ამ ადგილას, ან ამ აღჭურვილობის შეერთების ნაწილს, ან ამ ყუთს და ასე შემდეგ. საწყობები და ნავთობის საწავები უყურადღებოდ არ რჩება, მაგრამ ეხლა ისინი მეორეხარისხოვანია უკრაინის შორი მოქმედების დაგეგმვაში. თუმცა ეს მისები ერთი კონკრეტული მიზნის გათვალისწინებით არ იგეგმება. ყველა დეტალში გათვალისწინებულია სარეზერვო ვარიანტები. თუ გეგმა A არ იმუშავებს, მაგალითად, იმიტომ რომ რუსეთმა საჰაერო თავდაცვა გადაადგილა, ან უკრაინის სამიზნე სხვა გზით არის დაცული, მაშინ არსებობს გეგმა B, გეგმა C და ასე შემდეგ. ყოველ მისაში ჩადებულია რამდენიმე მიზანი, რათა უკრაინის დრონებმა არ გაიარონ გრძელი გზა და ბოლოს ხელსარიელები არ დაბრუნდნენ. თუ ოპერატორი ვერ აღწევს მთავარ სამიზნეს, ის გადადის წინასწარ შერჩეულ მეორეხარისხოვან ან მესამეხარისხოვან სამიზნეებზე. აქ დარტყმის მიტოვება არ ხდება. არსებობს მხოლოდ სარეზერვო გეგმა. სარეზერვო გეგმაზე, რათა დარწმუნდნენ, რომ ზიანი მიადგება, უკრაინაც არასდროს ფიქრობს, რომ ერთი დარტყმა საკმარისია თავისი გრძელდისტანციური დარტყმებისთვის. ასე იყო წინა წლებშიც, მაგრამ უკრაინა აუცილებლად უზრუნველყოფს, რომ საკუთარ თავს მისცეს საუკეთესო შანსი რამდენჯერმე დაარტყას ნებისმიერ სამიზნეს, სანამ ის სამიზნე რუსეთს აღდგენას აღარ ექვემდებარება.
ეს შეიძლება მიღწეულ იქნას დრონების დიდი რაოდენობით ერთდროულად შეტევისას, ან ახალი ტალღის გაგზავნით, თუ უკრაინა ამას საჭიროდ ჩათვლის. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელსაც უკრაინის მფრინავი სანქციები ეწევა, შეიძლება ელოდოს ერთზე მეტ დარტყმას. და თუ უკრაინის პირველივე დრონი მოახერხებს მიზანში მოხვედრას, ხოლო ყოველთვის არსებობს მეორეული და მესამეული სამიზნეები, რომლებიც შეიძლება განადგურდეს. რასაც აქ ხედავთ, ეს არის რუსეთის ნავთობისა და საწვავის მთელი ინდუსტრიის სისტემური დემონტაჟი, რასაც ფრანგული და ამერიკული დაზვერვა უჭერს მხარს. ეს არის შოკისა და ტექნოლოგიური ზეწოლის კომბინაცია, რომელიც დრონების ეპოქაშია გადმოტანი. და როგორც უკრაინის მოქმედი თავდაცვის მინისტრი იევგენი კამარა აღნიშნავს, ეს არის მიდგომა, რომელიც უკრაინამ შეიძლება და უნდა გააფართოს, რათა პუტინის საკუთარ ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო მანქანას მაქსიმალური ზიანი მიაყენოს. რუსეთს ეს არ მოუნდება. ის უკვე საკმარის პრობლემებს აწვდება უკრაინის თავდასხმების ამჟამინდელ მასშტაბს. უკრაინის თავდასხმები რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე 2026 წელს ბევრად უფრო ეფექტური იყო ვიდრე 2025 წელს. ამან საწვავის კრიზისი გამოიწვია, რომელმაც მთელი ქვეყანა მოიცვა. ივლისის ბოლოსთვის რუსეთის საწვავის წარმოება 40%-ამდე შემცირდა, რადგან ძირითადი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები კვლავ გაჩერებული იყო. ეს ყველაფერი უკრაინის გაზრდილი სიზუსტის დამსახურებაა. წინა წლებში განხორციელებული დარტყმა, რომელიც ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას რამდენიმე დღით აჩერებდა, ახლა რუსეთს აღსადგენად კვირები ან თვეებიც კი სჭირდება. ბენზინის გაყიდვები 40-ზე მეტ რუსეთის რეგიონში შეიზღუდა. რუსეთში ნავთობის გადამუშავება წლიურად 25%-ით შემცირდა, რაც 20 წლის მინიმუმს წარმოადგენს, ხოლო ბენზინის წარმოება ქვეყანაში 17%-ით დაეცა. United 24 Medium ეს 2 ივლისის ანგარიშში გაამჟღავნა. და ამ ყველაფრის ფონზე რუსეთს როგორღაც მოუწევს გამოსავლის პოვნა შიდა ბაზარზე საწავზე მოთხოვნის პიკის დასაძლევად, რომელიც როგორც წესი აგვისტოსა და სექტემბერს შორის დგება. დააკავშირეთ უკრაინის დრონები აშშ-სა და საფრანგეთის დაზვერვასთან და მიიღებთ სასიკვდილო კოქტეილს, რომელსაც რუსეთს ძალით ასმევენ. მაგრამ ამ კოქტეილში კიდევ ერთი ინგრედიენტია დამატებული. რუსული არაკის წვეთი, რომელიც თავად რუსეთმა უნებლიეთ მიაწოდა თავისი ყოფილი საბჭოთა იმპერიის მეშვეობით. რას გულისხმობთ ამაში? როცა უკრაინის დარტყმებზე ვსაუბრობთ, უკრაინის ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა და ახლა კიევში მდებარე თავდაცვის სტრატეგიების ცენტრის ხელმძღვანელმა ანდრეი ზაგოროდნიუკმა თქვა: ჩვენ რუსეთს სისტემასეთ სისტემად თვლით. ამ სისტემის გაგება გაძლევს საშუალებას გამოავლინო კრიტიკული ნაწილები, სადაც ეფექტი ბევრად უფრო საგრძნობია. შეარყიეს სისტემა, ამოაგლიჯე გული და ტვინი და სხეული დაიშლება. და დასავლეთის დაზვერვის გარდა, უკრაინამ ზუსტად იცის როგორ მიარტენოს ეს დარტყმები, რადგან ამის მიზეზი თავად რუსეთია. რუსეთსა და უკრაინას ძალიან მსგავსი ენერგოსისტემები აქვთ. ეს სისტემები საბჭოთა ეპოქის დიზაინებითაა აშენებული და უკრაინაში დღემდე გამოიყენება. და ამის გამო უკრაინამ ზუსტად იცის რა ტიპის სამრეწველო პროცესებს იყენებენ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები, ასევე მათი ძირითადი ოპერაციული სისუსტეები და აღჭურვილობის განლაგება. უკრაინას მხოლოდ საკუთარი ენერგოინფრასტრუქტურის გადახედვა სჭირდება, რომ დაინახოს, სად უნდა დაარტყას რუსეთის შიგნით, რომელი კვანძები უნდა გამოირთოს ხაზიდან. და როცა აშშ-ში და საფრანგეთი ჩაერთვებიან, რომ დაამატონ რა სად უნდა გაკეთდეს, რუსეთი აღმოჩნდება უხერხულ მდგომარეობაში, როცა თავად გახდება საკუთარი დაღუპვის არქიტექტორი, საბჭოთა იმპერიის აშენების საფუძველზე, რომელმაც პუტინი შთააგონა. ეს საშინელი ირონია რუსეთისთვის, ისევე როგორც ის ფაქტი, რომ უკრაინამ ამ ომის დროს თავად რუსეთისგან ისწავლა, რამდენად დამანგრეველი შეიძლება იყოს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმები. სამწუხაროდ ჩვენ რუსებისგან ვსწავლობთ, ამბობს ზაგოროდნიუკი Financial Times-თან საუბარში. ისინი ზუსტად იგივეს აკეთებენ ჩვენთანაც აქ, ამატებს ის. მთავარი განსხვავება ისაა, რომ უკრაინას შეუძლია დასავლელი პარტნიორებისგან მიიღოს ის, რაც სჭირდება, რათა ჩაატაროს რემონტი და შეცვალოს დაზიანებული აღჭურვილობა. რუსეთს ეს არ შეუძლია. ის ჩიხშია, იზოლირებულია და სანქციების ზღვით არის გარშემორტყმული, რაც უშლის ხელს დასავლური კომპონენტების მიღებაში, რომლებიც სჭირდება უკრაინის მიერ მიყენებული ზიანის სწრაფად აღსადგენად. რუსეთი სასოწარკვეთილ მდგომარეობაშია. 3 ივლისის ანგარიშში ვლადისლავ ვლასიუკი, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი და სანქციების პოლიტიკის წარმომადგენელია, განუცხადა UKR Informs, რომ რუსეთს ახლა ჩინეთზე უწევს დაყრდნობა იმ კომპონენტების მისაღებად, რომელსაც იყენებს. პრობლემა ვლასიუკის თქმით ისაა, რომ ჩინური ყალბი ნაწარმი სანდო არ არის. საუკეთესო მაგალითია ნავიგაციის მოდულები და ზოგიერთი მაღალი სიზუსტის მიკროკონტროლერი. Რამდენიმე შემთხვევაში რუსებს იძულებული გაუხდათ, გადართულიყვნენ ალტერნატიულ კომპონენტებზე, რომლებსაც ნაკლები შესაძლებლობები აქვთ, ან სისტემის მნიშვნელოვან გადაკეთებას საჭიროებენ. ჩვენი ამოცანაა ეს პროცესი მაქსიმალურად რთული და ძვირადღირებული გავხადოთ, განაცხადა ვლასიკმა. რაც მსგავსი მოხდება რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებშიც. ეს მხოლოდ უკრაინის გეგმაში ჯდება. ადვილად მსხვერვადი არასრულფასოვანი კომპონენტი შეიძლება აიძულოს ხელახალი გადაკეთება, როგორც ხედავთ რუსეთის რაკეტებში, და შეიძლება გამოიწვიოს დაზიანებები, რის გამოც ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები ისევ გაჩერდება. მაგრამ რუსეთს სხვა არჩევანი არ აქვს. ან უნდა აირჩიოს უხარისხო კომპონენტები, ან საერთოდ არაფერი. და მას უწევს პირველი არჩევა. რაც შეეხება იმას, რა მოხდება შემდეგ, აქედან რუსეთისთვის ყველაფერი მხოლოდ გაუარესდება. ფრანგული და ამერიკული სადაზვერვო ინფორმაციის ნაკადი არ შეიზღუდება, რაც ნიშნავს, რომ უკრაინის დრონები არ საწავ. სინამდვილეში ეს ზუსტად ასე არ არის. ისინი ნამდვილად მიდიან სადღაც, და ეს სადღაც ბევრად ღრმაა რუსეთის შიგნით, ვიდრე პუტინს ოდესმე ეგონა შესაძლებელი.
როგორც კი უკრაინის დრონების ტექნოლოგია უმჯობესდება, ისინი უფრო ღრმად ურტყამენ. რაც კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას აძლევს უკრაინას, გამოიყენოს დასავლური დაზვერვა და მიაყენოს მეტი ზიანი. უკრაინას ახლა შეუძლია დაარტყას ნებისმიერ სამიზნეს ევროპული რუსეთის ტერიტორიაზე. მისი საუკეთესო დრონები შეუძლია 3000 კილომეტრზე მეტ მანძილზე ფრენა და ის მუშაობს ახალი თაობის შორმანძილზე მოქმედ სისტემებზე, რომლებიც კიდევ უფრო ღრმად დაარტყამენ. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ 5000 კილომეტრზე მეტი მანძილის მქონე დრონები განიხილება და შეესაძლოა 2026 წლის ბოლომდე ხელმისაწვდომი იყოს უკრაინის ოპერატორებისთვის. 2027 წელს უკრაინა იმედოვნებს, რომ ექნება დრონები, რომლებიც 10000 კილომეტრს დაფარავენ. კიდევ უფრო მეტი სამიზნე გამოჩნდება, რაც ძალიან ცუდი ამბავია რუსეთისთვის. უკრაინა წარმოდუნდება, ისევე როგორც 2025 წლის წარმატებებზე ააგო უფრო დახვეწილი სტრატეგია, თუ შეიძლება ასე ითქვას. უკრაინა გეგმავს, რომ ამ წელს მიღწეულ წარმატებებს კიდევ უფრო განავითაროს. ვლადიმირ ზელენსკი რეგულარულ შეხვედრებს მართავს თავის უმაღლეს სამხედრო ხელმძღვანელებთან, რათა განაახლოს სამიზნეების სია და განსაზღვროს ახალი პრიორიტეტები. ივლისის ბოლოს ახალი გეგმა დამტკიცდა სიღრმისეული დარტყმებისთვის, რის შემდეგაც ზელენსკიმ მწვანე შუქი მისცა ახალ დარტყმებს. უკრაინის უმაღლესი ეშელონების გარდა არავინ იცის, რა ობიექტები იქნება სამიზნე. ეს განზრახასეა მოწყობილი. რაც უფრო ნაკლებს გაიგებს რუსეთი, მით ნაკლებს შეძლებს უკრაინის შეტევების წინააღმდეგ, მანამ სანამ დრონები მიაღწევენ მიზანს. თუ ფსონებს ვსდებდით, ვიფიქრებდით, რომ უკრაინის სამიზნეების უმეტესობა იმ დაზვერვის გავლენითაა შერჩეული, რომელსაც უკრაინა საფრანგეთისა და აშშ-ს სკანირებს. რუსეთი ვერ ახერხებს ამ ყველაფრის წინააღმდეგ სათანადო დაცვას. ქვეყანა იმდენად დიდია, რომ შეუძლებელია უკრაინის დრონებისგან ყველა სამხედრო სტრატეგიული ობიექტის დაცვა. ეს ზომა, რომელიც სახმელეთო შეჭრისგან თავდაცვისას უპირატესობაა, კრემლისთვის უმაღლესი დონის ტვირთად იქცა. პუტინს და მის გარემოცვას ახლა მუდმივად უწევთ საჰაერო თავდაცვის სისტემების გადანაცვლება. მათ უწევთ გამოიცნონ, რას დაარტყამს უკრაინა და გადაადგილონ თავდაცვა ამ ობიექტებზე, რის შედეგადაც სხვა ობიექტები დაუცველი რჩება. ეს პრიორიტეტების განსაზღვრის თამაშია, რომლის თამაშიც რუსეთს არასდროს ეგონა რომ მოუწევდა და ეს თამაში ახლა უკრაინის სასარგებლოდ მიმდინარეობს. ეხლა როცა უკრაინის დრონებს შეუძლიათ ასე შორს ფრენა და სიბირის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსაც კი ურტყამენ, რუსეთს კიდევ უფრო მეტი ასეთი არჩევანის გაკეთება უწევს. თუ ზელენსკის მიერ ნახსენები გაზრდილი მოქმედების რადიუსები წლის ბოლოსა და 2027 წელსაც რეალობად იქცევა, უკვე გადატვირთული რუსეთის თავდაცვა დაშლის ზღვარზე მივა. მანძილი უკრაინისთვის აღარაა შემზღუდველი ფაქტორი. რუსეთ აღარ დარჩა სტრატეგიული ზურგი. მხოლოდ ასობით ობიექტი, რომლებიც უკვე ან მალე უკრაინის დრონების მოქმედების არეში აღმოჩნდებიან, რჩება. ეს არის რუსეთის ახალი რეალობა. CIA და საფრანგეთის დაზვერვა უკრაინასთან გაერთიანდნენ, რათა რუსეთის საომარი მანქანა დაასუსტონ. ბოლბრეიკერები ახლა თითქმის ყოველდღე დაფრინავენ და ყოველ ჯერზე, როცა ისინი ურტყამენ, იქნება ეს გადამწყვეტი დანადგარი ნავთობგადამამუშავებელში თუ სამხედრო ბაზა, რომელიც უსაფრთხო ზონაში უნდა ყოფილიყო. პუტინს საზარდულში კიდევ ერთი დარტყმის ატანა უწევს. საბოლოოდ რუსეთი მუხლებზე დაეცემა. სამხედრო ზესახელმწიფო გადაიქცევა აკანკალებულ ნანგრევად, რომელსაც ნავთობი და საწვავი ყველა ხვრელიდან სდის. უკრაინასა და მის ფრანგ და ამერიკელ პარტნიორებს შორის ბრწყინვალე თანამშრომლობის თვიცებულება ყოველ კვირას ჩანს. მაგრამ სწორედ Wildberries-ზე განხორციელებულ დარტყმებში ამ დასავლური დაზვერვისა და უკრაინული ცეცხლსასროლი ძალის კომბინაციამ ივლისში ნამდვილი სათავრები შექმნა. უკრაინის ომი რუსეთის საჰაერო ძალებისთვის სირცხვილი გახდა. ისინი უკვე პრაქტიკულად იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ უკრაინა, მას შემდეგ რაც ასობით თვითფრინავი და ვერტფრენი დაკარგეს. ეს საჰაერო ძალები იძულებულნი არიან შეტევები განახორციელონ ხაზების უკნიდან. რუსეთის საუკეთესო გამანადგურებელიც კი Su-47. ფაქტობრივად ბრძოლებში თითქმის არანაირი როლი არ უთამაშია. ასე რომ უკრაინას სერიოზული გამოწვევა ჰქონდა. როგორ უნდა გაანადგურო Su-47, როცა ის რუსეთის შიგნითაა? პასუხი გენიალურ ხრიგშია, რომელმაც რუსეთს თავისი საკუთარი გამანადგურებელი თვითფრინავი ჩამოაგდებინა. თანამედროვე ტროას ცხენი. ამ ხრიგმა რუსული საჰაერო თავდაცვა აიძულა, მიზანში აეღოთ ის ერთადერთი რამ, რასაც არ უნდა ესროლათ. რაც შეეხება Su-47-ს, უბრალოდ თქვათ, რომ ის აღარ დაფრინავს. საწყისი ცნობები ბუნდოვანი იყო. 23 ივლისს ევრომაიდენ პრესმა განაცხადა, რომ რუსული გამანადგურებელი, რომელიც მაშინ ასე იყო მოხსენიებული და მოგვიანებით დადასტურდა როგორც Su-47, მოსკოვის ოლქში ჩამოვარდა. სხვაებლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა, რადგან პილოტმა კატაპულტირება მოახდინა და თვითფრინავი დასახლებულ ტერიტორიაზე არ ჩამოვარდნილა. ინციდენტი მოხდა 13 საათსა და 50 წუთზე ოდინცოვოს რაიონში, რომელიც მოსკოვიდან დაახლოებით 65 კილომეტრით დასავლეთით მდებარეობს და ზვენიგოროდთან ახლოსაა. მალე გავრცელდა ფოტოები, რომლებზეც ჩანს თვითფრინავის დამწორი ნამსხვრევები მინდვრის შუაგულში. რუსეთი დუმილს ინარჩუნებდა. მხოლოდ ის განაცხადეს, რომ საბრძოლო სასტავო თვითფრინავი ჩამოვარდა აფრენის მცდელობისას, პილოტმა კატაპულტირება მოახდინა და მიწაზე ზიანი არ დაფიქსირებულა. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ თვითფრინავს ტექნიკური გაუმართავობა შეექმნა, რამაც ავარია გამოიწვია. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ასევე აღძრა სისხლის სამართლის საქმე იმ მუხლით, რომელიც ფრენის მომზადების პროცედურებისა და ფრენის წესების დარღვევას ეხება. განტვრეული Su-47 საინტერესო შემთხვევა იყო. როგორც ჩანს, ის განთავსებული იყო კუბინკას ავიაბაზაზე, რომელიც ზვენიგოროდთან ყველაზე ახლოს მდებარეობს, დასახლებული პუნქტიდან მხოლოდ 30 კილომეტრით სამხრეთ-დასავლეთით.
რუსეთი ამ ბაზას იყენებს შეფასებისა და საჩვენებელი ფრენებისთვის. ასევე აქ განთავსებულია სუიფტების და რუსული რაინდების აერობატიკის ჯგუფები. ამ ბაზიდან რუსეთი ხშირად აჩვენებს თავის თითქოს და მეხუთე თაობის გამანადგურებელს და ატარებს ტესტირებებსაც. სხვა თითქმის ყველა SU-47 ამ ბაზასთან ახლოსაც კი არ არის. ისინი გადაყვანილია დიონგის ავიაბაზაზე, რომელიც იმდენად შორსაა რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში, რომ უკრაინაში საბრძოლო ხაზებიდან დაახლოებით 5000 კილომეტრითაა დაშორებული. ეს უკვე საკმარისად დამამცირებელია რუსეთისთვის. რუსეთს თავისი საუკეთესო გამანადგურებელი თვითმფრინავის უკრაინიდან ასე შორს დაყენება უწევს მხოლოდ იმიტომ, რომ დრონების ეშინია. ეხლა რუსეთმა დაკარგა ერთ-ერთი იმ რამდენიმე SU-47-დან, რომელიც უკრაინის მოქმედების არეში იყო. დაზიანება დრონმა მიაყენა. რუსულმა გამანადგურებელმა ის ტექნიკური გაუმართავობა განიცადა, რასაც რუსეთი ამტკიცებს. როგორც ჩანს, არც ერთი. რადგან ბევრად უფრო სამარცხვინო მოხდა. მეგობრული ცეცხლის ინციდენტი, რომელზეც უკრაინის კვალი აშკარად ჩანს. მალე ჭორები გავცელდა და ისინი ეწინააღმდეგებოდა რუსეთის მტკიცებებს, რომ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მოწინავე გამანადგურებელში ტექნიკურმა გაუმართავობამ გამოიწვია. Su-47-ის ჩამოგდება მოსკოვის მახლობლად. და ეს ჭორები უკრაინამ არ დაუწია. რუსი სამხედრო ბლოგერები პირველებს შორის იყვნენ, ვინც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვერსიაში ხარვეზების ძებნა დაიწყეს. ბლოგერი სახელად რომანოვი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც დაიწყო კითხვა, რა მოხდა სინამდვილეში. მან ტელეგრამზე გამოაქვეყნა პოსტი, ჩამოგდებული თვითმფრინავის ფოტოსთან ერთად. ბარს მოსკოვის საჰაერო თავდაცვის ეკიპაჟს უნდა დაესვას რამდენიმე კითხვა. კიდევ ერთმა სამხედრო ბლოგერმა სახელად Arrows Map-მა პირდაპირ განაცხადა, რომ Su-47 რუსეთმა საკუთარი საჰაერო თავდაცვით ჩამოაგდო და ღიად ივარაუდო, რომ შესაძლოა ეს ზიანი ეკიპაჟს მიეყენებინა მხარზე დასამაგრებელი რაკეტსათორცნით. სიუჟეტი უფრო დაიძაბა. მიუხედავად იმისა, რომ კითხვების დასმა დაიწყო, რუსმა სამხედრო ბლოგერებმა ასევე აღნიშნეს, რომ რუსეთს რთული მდგომარეობა აქვს. ასე რომ შესაძლოა დაფიქსირდა მეგობრული ცეცხლის ინციდენტი და ეს ცუდია, მაგრამ კიდევ უფრო უარესი იქნებოდა მოსკოვთან ახლოს მყოფი Su-47-ების გაყვანა. ეს ქალაქის საჰაერო თავდაცვისთვის კოშმარი იქნებოდა და ესეც არა, რომ ტრადიციული საჰაერო თავდაცვაც შეიძლება გაიყვანათ. მათი დაკარგვა მოსკოვს დაუცველს ტოვებს და ეს ქალაქი მიმდებარე ტერიტორიასთან ერთად უკვე ისედაც უამრავ პრობლემას აწყდება ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში უკრაინული დრონების იერიშების გამო. ამ ჭორებმა ყურადღება ბარს მოსკოვის საჰაერო თავდაცვაზე გადაიტანა. როგორც Aerospace Global News-ი უწყება, ბარს ნიშნავს საბრძოლო არმიის რეზერვს, რაც გვიჩვენებს, რომ რუსეთი რეზერვისტებს იყენებს საჰაერო თავდაცვის დასაკომპლექტებლად. კერძო მილიციის ჯგუფები და სამოქალაქო მოხალისეები მუშაობენ მოსკოვის გარშემო. მათგან უმეტესობა აღჭურვილია ხელით სატარებელი საჰაერო თავდაცვის სისტემებით, ანუ MAN-PADS-ებით, რათა ჩამოაგდონ დაბალ სიმაღლეზე მფრენი დრონები. კიდევ ერთი თავისებურება ამ ისტორიაში. რუსეთის SU-47-ის დაკარგვა თავდაპირველად ტექნიკური გაუმართავობით ავიაგამანადგურებლის ჩამოგდებად მიიჩნიეს. შემდეგ კი გავრცელდა ვერსია, რომ რეზერვისტმა MAN-PADS-ით დაუმიზნა SU-47-ს და ჩამოაგდო. როგორც აღმოჩნდა, ბარს მოსკოვმა როგორც ჩანს გარკვეული როლი ითამაშა, მაგრამ ეს მხოლოდ პანიკაში მყოფი რეზერვისტის SU-47-ზე სროლა არ არის. აქ უფრო მეტი რამ ხდება. ის რაც თავიდან ტექნიკურ გაუმართავობად და შემდეგ შეცდომად ჩანდა, სინამდვილეში ბევრად უფრო შემაშფოთებელია პუტინისთვის და მისი გარემოცვისთვის. ოდინცოოში რაც მოხდა, არც ერთი მათგანი არ იყო. ეს იყო შეპყრობის შემთხვევა. უკრაინამ აიღო კონტროლი რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებზე, როგორც ტროას ცხენი, ტროაში შეიპარა და შემდეგ ეს სისტემები რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე ძვირფას გამანადგურებელ თვითმფრინავზე მიმართა. შეიძლება სწორედ რუსეთის საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო Su-47, მაგრამ ვინც დაუმიზნა, სწორედ უკრაინა იყო. ასე აცხადებს Infornapalm. ტელეგრამის არხი, რომელიც სამხედრო ანალიზისა და გამოძიების არხია და იყენებს ადამიანის კიბერ და ღია წყაროების დაზვერვის კომბინაციას, რათა გამოავლინოს რა ხდება სინამდვილეში სამხედრო ოპერაციებში, ამბობს, რომ ეს საერთოდ არ იყო რუსული შეცდომის შემთხვევა. ამის ნაცვლად, უკრაინამ რუსეთზე გენიალური ხრიკი გამოიყენა და ამ საქმის გასაკეთებლად ჰაკერების მცირე არმია ჩართო. კომპლექსური კოგნიტური ზემოქმედებისა და კიბერნეტიკული გამოგონების შედეგად შესაძლებელი გახდა ბარს მოსკოვის ფორმირების საჰაერო თავდაცვის გათვრის მუშაობაზე ზემოქმედება და რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემა საკუთარი თვითმფრინავების დასამარცხებელ იარაღად გადაქცეულიყო, ითხოვინება არხი. შემდეგ მოხდა საინტერესო ანალიზი იმისა, თუ რა მოხდა სინამდვილეში რუსეთის Su-47-თან. Infornapalm ამბობს, რომ ეს ისტორია სინამდვილეში იწყება 17 ივლისს. სწორედ მაშინ არხმა გამოავლინა, რომ ამუშავებდა ახალ მასალებს, რომლებიც რუსი ოკუპანტებისგან იყო გადაჭერილი. ამ მასალებს შორის იყო ვიდეო ნაკადებიც იმავე სასტალო პოლიგონიდან, საიდანაც აფრინდა საბედისწერო Su-47, რაც აჩვენებდა, რომ რუსეთი ამზადებდა თავის ბარს მოსკოვის ეკიპაჟს, თუ როგორ დაეჭირათ უკრაინული გრძელდისტანციური დრონები. Infornapalm-მა ეს გადაჭერილი მასალები თავისთვის არ დაიტოვა. მან ისინი ანალიტიკურ შენიშვნასთან ერთად უკრაინის თავდაცვის ძალების შესაბამის სტრუქტურებს გადასცა. ეს შენიშვნა იყო დოკუმენტი, რომელიც შეიცავდა ინფორმაციას იმაზე, თუ როგორ ატარებდა რუსეთი პერსონალის მომზადებას, ასევე საბრძოლო ალგორითმებზე, გამოყენებულ აპარატურულ და პროგრამულ უზრუნველყოფაზე და ბარს მოსკოვის საჰაერო თავდაცვის სისტემის შესაძლო სისუსტეებზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, Infornapalm-მა კუბინკას ავიაბაზის გასახსნელი გასაღებები გადასცა.
უკრაინამ დაიწყო მუშაობა იმ გასაღებების გამოყენებაზე, რათა გაეხსნა ბაზის საჰაერო თავდაცვის სისტემა. მიღებული ინფორმაცია მხოლოდ მტრის დაკვირვებისთვის არ იყო. აღმოჩენილი იქნა მიდგომები, რომლებიც საშუალებას აძლევდა გავლენა მოეხდინა ბარს მოსკოვის ერთ-ერთი გამოთვლის მუშაობაზე და რუსების მიერ შექმნილი სისტემა რუსულ სამიზნეზე გამოეყენებინათ. ინფორმ ნაპალმი იტყობინება. მალე ამის შემდეგ სუ 57 ჩამოვარდა ბაზასთან ახლოს მინდოში. სავარაუდოდ მეგობრული ცეცხლის მსხვერპლი, რომელიც როგორც ჩანს, უკრაინელმა ჰაკერებმა გამოიწვიეს, როდესაც აიღეს კონტროლი საჰაერო თავდაცვის სისტემაზე, რომელიც მოსკოვის დასაცავად იყო განკუთვნილი. ეს იყო ტექნიკური გაუმართავობა. კარგი, მაგრამ ეს იყო გაუმართავობა, რომლის გამჟღავნებასაც მოსკოვი უახლოეს მომავალში არ აპირებს. სუ 57. კარგად დაფრინავთ. ეს იყო საჰაერო თავდაცვა, რომელიც უნდა დაეცვა თვითფრინავი და ყველაფერი მის გარშემო, რაც გაუმართავი გახდა. რუსეთმა დაკარგა თვითფრინავი, რომლის ღირებულებაც დაახლოებით $100 მილიონ არის შეფასებული, რადგან ვერ შეძლო თავისი კიბერსისტემების დაცვა უკრაინელი ჰაკერებისგან. ამ ჰაკერებმა გზა იპოვეს სისტემაში. მათ მანიპულაცია გაუკეთეს ბარს მოსკოვის სისტემას და წამებში რუსეთის საუკეთესო გამანადგურებელი თვითფრინავი დაზიანდა. ეს არის აქ მთავარი ამბავი. მაგრამ აქედან იწყება ყველაფერი საინტერესო, რადგან ამ რეალური პრობლემის უკან, რაც რუსეთს აქვს თავისი კიბერსისტემების უკრაინელი ჰაკერებისგან დაცვის მხრივ, იმალება კიდევ უფრო დიდი პრობლემა. პრობლემა, რომელიც აჩვენებს, რამდენად საცოდავია სინამდვილეში რუსეთის საჰაერო ძალები და ნათელს ფენს იმ რეალობას, რაც დგას იმის უკან, რასაც პუტინი მსოფლიოში საუკეთესო გამანადგურებელ თვითფრინავად აცხადებს. სანამ ამ ყველაფერში უფრო ღრმად ჩაუღრმავდებით, შეგახსენებთ, რომ თქვენ უყურებთ სამხედრო შოუს. ჩვენ ვამხელთ სათაურების მიღმა არსებულ ისტორიებს. თუ ამ არხიდან ინფორმაციას იღებთ, აუცილებლად გამოიწერეთ და ჩართეთ შეტყობინებები, რომ ჩვენი ვიდეოები გამოქვეყნებისთანავე ნახოთ. დავიწყოთ რუსეთის განადგურებული თვითფრინავებით. ძალიან ბევრი განადგურებული თვითფრინავი. ეს სუ 57, რომელიც უკრაინამ რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემებს ისე მოატყუებინა, რომ თავად ჩამოაგდეს, მხოლოდ ბოლოა იმ გრძელი სიისა, რომელშიც შედის გამანადგურებლები, ბომბდამშენები, სადაზვერო თვითფრინავები და ვერტმფრენები, რომლებიც რუსეთმა უკრაინაში შეტრისას დაკარგა. სინამდვილეში ეს ჩამოგდება მოხდა ბოლო შემთხვევას, როდესაც უკრაინამ მოახერხა საჰაერო ბრძოლაში რუსული SU-35 ფლანკერის ჩამოგდება F-16-ით. ეს თითქოს შეუძლებელი უნდა ყოფილიყო. SU-35-მა პირდაპირ ბრძოლაში უნდა დაამარცხოს F-16, მაგრამ ეს ვერ შეძლო. თითქმის ჩანს, რომ რუსეთის მტკიცებებს თავისი გამანადგურებლების შესახებ რეალურ საბრძოლო სიტუაციებში ვერ ამყარებ. ამაზე უფრო დეტალურად მოგვიანებით. SU-57-ის კონტექსტში. უკრაინის ფინანსთა სამინისტროს მიხედვით, პუტინის შეჭრის შემდეგ რუსეთმა უკვე დაკარგა 429 თვითფრინავი და 354 ვერტმფრენი. თუ თქვენ ეძებთ პასუხებს, რატო არ გამოუყენებია რუსეთს თავისი უზარმაზარი საჰაერო ძალა, რომელსაც Global Firepower-ის მიხედვით 4227 ერთეული ჰყავს, მათგან 2754 საბრძოლო მზადყოფნაშია. მაშინ ეს არის თქვენი პასუხი. უკრაინა უბრალოდ განაგრძობს რუსული საჰაერო საშუალებების ჩამოგდებას. იქნება ეს უკრაინაში თუ რუსეთში დამალული. სუ 47, რომელიც ახლა მოსკოვის მინდოში იწვის, არც კი არის პირველი, რომელიც რუსეთმა თავის ომში დაკარგა. 2024 წლის ივნისში უკრაინამ შეძლო მათი ცვილის დაზიანება დრონების გამოყენებით ახტუბინსკის ავიაბაზაზე თავდასხმისას. და 2026 წლის გაზაფხულზე უკრაინულმა დრონებმა ურალებთან მდებარე შარგოლის ბაზამდე მიაღწიეს და კიდევ ერთი სუ 47-ის ცვილი გაანადგურეს. სუ 34-თან და სუხოის მიერ დამზადებულ კიდევ ერთ უცნობ გამანადგურებელთან ერთად. ესაც კი არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთმა საკუთარი თვითფრინავი ჩამოაგდო, თუმცა ეს ნამდვილად პირველი შენდასტურებული შემთხვევაა, როდესაც უკრაინელმა ჰაკერებმა რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემებით მანიპულირება მოახერხეს. რუსეთის საჰაერო დანაკარგების არც თუ უმნიშვნელო ნაწილი სწორედ იმით არის გამოწვეული, რომ რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემები საკუთარ თვითფრინავებს ესვია. Aerospace Global News-ის ცნობით უცნობია ზუსტად რამდენი საკუთარი თვითფრინავი ჩამოაგდო რუსეთმა, თუმცა სავარაუდოდ ეს რიცხვი 10-ზე მეტია. ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ თავად რუსეთმა რამდენიმე შემთხვევაზე მეგობრულ ცეცხლს მიაწერა, მათ შორის 2 A-50U თავარი AEW და AEW და C თვითფრინავის ჩამოგდების ფაქტს. თუმცა ეს ნამდვილად კრემლის მცდელობა, მეგობრული ცეცხლის ვერსია ამჯობინოს იმის აღიარებას, რომ უკრაინამ წარმატებით განახორციელა დართმა ჯერ კიდევ გასარკვევი. 2024 წლის ბოლოს რუსეთის საჰაერო თავდაცვამ სამხრეთ რუსეთში ჩამოაგდო აზერბაიჯანის რეისი 8253 Embraer 80. როგორც ჩანს, ეს ინციდენტი უკრაინის დრონების თავდასხმის დროს მოხდა. ამიტომ საჰაერო თავდაცვა ნამდვილად აქტიური იყო. რუსეთმა ასევე დაარტყა აეროფლოტის თვითფრინავს, რომელიც ბელარუსიდან მიფრინავდა 2025 წლის ივლისში. თუმცა იმ თვითფრინავმა მოახერხა უსაფრთხოდ დაჯდომა მოსკოვში. მას შემდეგ, რაც საჰაერო თავდაცვის ცეცხლი მიიღო. ევრომაიდანის პრესა მეგობრული ცეცხლის მსხვერპლთა რაოდენობას კიდევ უფრო ზრდის. სუ 27, რომელიც ოკუპირებულ ყირიმში დაფრინავდა, 2024 წლის მარტში რუსეთის საკუთარი ცეცხლის შედეგად ჩამოვარდა. 2023 წელს ტოკმაკის თავზე რუსებმა საკუთარი სუ 35-ის პილოტი მოკლეს.
ეს სამასიის საჰაერო თავდაცვის სისტემით და მოსკოვის მახლობლად 2025 წელს რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ცეცხლი გაუხსნეს საკუთარ ვერთმფრენებს, მას შემდეგ რაც ისინი დრონებში აერიათ. თითქოს უკრაინას საერთოდ არ დასჭირვებია ბარს მოსკოვის საჰაერო თავდაცვის სისტემების გატეხვა. თუ საკმარისად დიდხანს დაიწდიდი, რუსეთის საჰაერო თავდაცვის ეკიპაჟებსა და ავიატორებს შორის ცუდი კოორდინაცია მათ მაგივრად გააკეთებდა საქმეს. შემდეგ მივდივართ რუსეთის Su-47-ზე და კითხვაზე, რომელიც ჯერ არ დაგვისვენს. როგორ მოახერხა ბარს მოსკოვმა თვითმფრინავის ჩამოგდება? ეს ჰაკინგის თვალსაზრისით არ გვიგულისხმია. Su-47 ითვლება მეხუთე თაობის უხილავ გამანადგურებლად, რომელიც შეერთებული შტატების თვითმფრინავების, როგორიცაა F-35 და F-22 დონეზეა. პუტინმაც კი თავად თქვა ეს. Su-47 უნდა იყოს მსოფლიოში საუკეთესო გამანადგურებელი თვითმფრინავი. თუ რუსეთის განცხადებების სწორია, თვითმფრინავი თითქმის არ უნდა გამოჩენილიყო საჰაერო თავდაცვის რადარებზე, რაც ბარს მოსკოვისთვის მის ჩამოგდებას პრაქტიკულად შეუძლებელს გახდით. ეს გვაძლევს საშუალებას ორი დასკვნიდან ერთ-ერთი გამოვიტანოთ. პირველი ვარიანტია, რომ ბარს მოსკოვი იმდენად ეფექტურია, რომ შეუძლია მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო და უხილავი გამანადგურებელი თვითმფრინავის ჩამოგდება. რუსეთს დასკვნა არ ეცქინებოდა, მაგრამ რთულია ამის ტკიცება, როცა ბოლო რამდენიმე თვეში ვხედავთ, როგორ ახერხებს უკრაინა დრონებით მოსკოვის რეგიონში არაერთი დარტყმის განხორციელებას. თუ ბარს მოსკოვი მართლაც ისეთივე ეფექტურია, როგორც ეს იძულებითი მეგობრული ცეცხლის ინციდენტი გვაჩვენებს, მოსკოვი ბევრად უფრო უსაფრთხო უნდა იყოს ვიდრე ახლა. მეორე დასკვნა ამ ორს შორის უფრო საინტერესოა. Su-47 შეიძლება არ იყოს ისეთი, როგორცაც მოსკოვი ამტკიცებს. როგორც გლობალური თავდაცვის კორპუსი აღნიშნავს, ამ თვითმფრინავის ჩამოგდება საბჭოთა ეპოქის სარაკეტო სისტემით კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ეს თვითმფრინავი არანაირად არ არის უხილავი, მეხუთე თაობის თვითმფრინავი. გაითვალისწინეთ სიტყვა კიდევ ერთხელის გამოყენება. ეს ნამდვილად არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კითხვები გაჩნდა Su-47-ის და მისი სავარაუდო უხილავი შესაძლებლობების შესახებ. უკვე 2022 წლის დეკემბერში ავიაციის გიკების კლუბმა გამოაქვეყნა გამამამხილველი ანგარიში, რომელმაც აჩვენა, რომ მიუხედავად იმისა, რომ Su-47 პოტენციურ მყიდველებს უხილავ გამანადგურებლად სთავაზობდნენ, ისინი არც კი უახლოვდებიან მათ ამერიკულ ანალოგებს. გამოცემამ გაამჟღავნა, რომ როგორც F-22-ს, ასევე F-35-ს რადარული არეკულის ფართობი, ანუ RCS აქვს Su-47-ზე 1000-დან 10000 ჯერ უფრო მცირე. მაშინაც კი F-17, რომელიც 1970-იან წლებში შეიქმნა და არის პირველი ოპერაციული სტელს თვითმფრინავი, Su-47-ზე ბევრად უფრო მცირე RCS აქვს. ამის მიზეზები მრავალია, დაწყებული იმით, რომ Su-47-ზე იარაღი გარეთ არის განთავსებული, დამთავრებული იმით, რომ თვითმფრინავი უბრალოდ Su-27-ის განახლებული ვერსია. მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთს სტელს გამანადგურებლის აშენება არ შეუძლია. რა თქმა უნდა, რუსეთი ითქვის, რომ შეუძლია, მაგრამ Su-47-ის RCS შემთხვევითობა არ არის. ეს იყო ის, რასაც რუსეთი მიზნად ისახავდა, მაგრამ მაინც ძალიან შორსაა ნამდვილი სტელსისგან. ეს უბრალოდ დამცირებაა მოსკოვისთვის, ერთი მეორის შემდეგ. ერთი Su-47 ჩამოვარდა. ესეც საკმარისად ცუდია. შემდეგ გაირკვა, რომ თვითონ რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ჩამოაგდეს ეს თვითმფრინავი. და ამის შემდეგ გავიგეთ, რომ უკრაინელმა ჰაკერებმა ტროას ცხენის მეთოდით შეაღწიეს რუსეთის საჰაუშეთის საჰაერო თავდაცვის სისტემაში. და ამასაც რომ დავუმატოთ, Su-47 საერთოდ არ უნდა იყოს შესამჩნევი იმავე თავდაცვის სისტემებისთვის, რომლებმაც ის ჩამოაგდეს. რუსეთის თითქოს და მსოფლიოში საუკეთესო გამანადგურებელი თვითმფრინავი. ახლა უკვე მხილებულია. ამ დაკარგული გამანადგურებლის ჩანაცვლება რუსეთისთვის იოლი არ იქნება. გლობალური თავდაცვის კორპუსის თქმით, რუსეთის საჰაერო ძალებს სავარაუდოდ მხოლოდ 3 ათეული Su-47 ყავს შეიარაღებაში და კრემლი მეტის აშენება უჭირს, რაც სავარაუდოდ დასავლეთის სანქციების შედეგია. რუსეთი ასევე ცდილობს Su-47-ების გაყიდვას, თუმცა ამ დროისთვის ერთადერთი დაფიქსირებული გაყიდვა ალჟირზე მოდის. მეტი გაყიდვა აღარ იქნება მას შემდეგ, რაც უკრაინამ Su-47-ის ნამდვილი სახე გამოავლინა. ეს არის განახლებული მეოთხე თაობის გამანადგურებელი, რომელსაც ვერც კი შეუძლია დამალვა 10 წლეულების წინ შექმნილი საჰაერო თავდაცვის სისტემებისგან. დაიცადეთ ერთი წამით და დაფიქრდით, რას უნდა ფიქრობდნენ ახლა მოსკოვის მცხოვრებლები. მათი რეგიონი თავდასხმის ქვეშაა. უკრაინის დრონები დააფრინავენ და აშკარაა, რომ მოსკოვის გარშემო განლაგებული მასიური საჰაერო თავდაცვის სისტემებიც კი ვერ ახერხებენ მათ შეჩერებას. უკრაინამ 2026 წელს რამდენჯერმე დაარტყა მოსკოვის რეგიონს, მათ შორის ივნისის ბოლოს განხორციელებული იერიში, რომელიც ოლქში მდებარე სატელიტურ ცენტრს მიემართებოდა. უკრაინის დრონები ასევე მასიურად ესხმიან თავს კომპანიას სახელად Wildberries-ი, რომელსაც ხშირად რუსეთის Amazon-ს უწოდებენ და რომელიც დამატებით დრონებს, სამხედრო აღჭურვილობასა და ორმაგი დანიშნულების კომპონენტებსაც ყიდის. მოსკოველები, რომლებიც Wildberries-ს იყენებენ, მომხმარებლები, რომლებიც პროდუქტებს ყიდულობენ და ბიზნესის ფლობელები, რომლებიც ამ სერვისზე არიან დამოკიდებული შემოსავლისთვის, პანიკაში არიან, რადგან საწყობები იწვის და მილიარდობით დოლარის ღირებულების მარაგი ნადგურდება. მოსკოვში მცხოვრებლებიც მხოლოდ იმიტომ არ განიცდიან საწვავის კრიზისს, რომელიც ახლა რუსეთს აზარალებს, რომ საწვავი სიბირიდან მოსკოვში გადაამისამართეს, ითხოვინება Reuters.
ეს ნახევრად მიღებული ზომა დიდხანს ვერ გასტანს, სანამ მოსკოველები არ აღმოჩნდებიან საათობით რიგებში ბენზინგასამართ სადგურებზე. ზუსტად ისე, როგორც რუსეთის დანარჩენი მოსახლეობა, რომელიც პუტინის მოოქროვილ ქალაქში აცხოვრობს. ეხლა მათ უწევთ უყურონ, როგორ მუშაობს მოსკოვის საჰაერო თავდაცვა იმდენად ცუდად, რომ ისინი ანგრევენ ულტრათანამედროვე გამანადგურებელ თვითმფრინავებს, რომლებიც პუტინმა უთხრა, რომ მსოფლიოში საუკეთესოებია. რას უდაფიქრობდნენ ეს ადამიანები ახლა? ომი, რომელიც პუტინმა დაიწყო, მხოლოდ მათ კართან არ მოსულა. სულ უფრო ნათელი ხდება, რომ უკრაინა მხოლოდ ძლიერდება. დრონები ამას ამტკიცებენ. მაგრამ ეხლა უკრაინას შეუძლია რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემებში შეიჭრას და აიძულოს ისინი საკუთარ ტექნიკაზე ესროლა. შეიძლება ეს ისევ მოხდეს. თუ მოხდება, რას აიძულებს უკრაინა ამ თავდაცვით სისტემებს შემდეგი სამიზნე დაერჩიონ? ეს კითხვები აუცილებლად ტრიალებს მოსკოველების გონებაში, რომლებიც ახლა უფრო ნათლად ხედავენ, რომ მათი დიდი დამცველი პუტინი ვერაფრისგან ვერ იცავს მათ. ზუსტად ეს სურს უკრაინას. რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების საოცარი განლაგება მოსკოვის გარშემო ბრწყინვალე ხრიკია და ამან დამანგრეველი შედეგი გამოიღო SU-47-ისთვის. მაგრამ სწორედ ის გზავნილი, რომელიც უკრაინამ ამ ტროას ცხენით გააგზავნა, კიდევ უფრო ფასეულია. ყოველდღე პუტინის ომი სულ უფრო ახლოვდება იმ ქალაქის მსხორებთა კარებთან, რომელიც თითქოს ხელშეუხებელი უნდა ყოფილიყო. რამდენ ხანს აიტანენ მოსკოველები ამას, სანამ სერიოზულ კითხვებს დასვამენ თავიანთ პრეზიდენტზე და იმ სამხედრო ძალის მდგომარეობაზე, რომელიც მან შექმნა. როდესაც უკრაინა აფართოებს თავის შორ-მანძილზე დარტყმების კამპანიას, მას სერიოზული გამოწვევა ელის. ეს კამპანია უკვე ეფექტიანია, მაგრამ უკრაინას სურს, რომ მეტი დრონი მიაღწიოს მიზანს და ამისთვის საჭიროა რუსეთის საჰაერო თავდაცვას გაუმკლავდეს. უკრაინის ძალიან ბევრი დრონი ან გზიდან გადაუხვევენ, ან ამ თავდაცვითი სისტემების მიერ ნადგურდებიან. რაც უფრო ნაკლებად ეფექტურია რუსეთის საჰაერო თავდაცვა, მით უფრო მეტად იწვის რუსეთი. ეს მარტივი კონცეფცია და ეხლა დიდი ბრიტანეთმა უკრაინას მისი პრობლემის გადაწყვეტა მიაწოდა. ვერ დაიჯერებთ რა მისცა დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას, რადგან ჰარი პოტერის სტილის იარაღი, რომელიც დიდმა ბრიტანეთმა შეიმუშავა, მზადაა ომში შემდეგ დიდ მოვლენად იქცეს. უკრაინა სურს რუსეთი ქვის ხანაში დააბრუნოს და ახლა შეუძლია. რატო? Stone Cloud-ი მოდის. 26 ივლისს ტელეგრაფმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დიდი ბრიტანეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა ენდი ბარნჰამმა გამოავლინა, რომ ის აპირებს ახალი შეთანხმების გაფორმებას უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან. ეს ახალი შეთანხმება გაფორმდება მათი შეხვედრის დროს სამხედრო საზღვაო გემს საშენზე. და ეს იქნება მტკიცებულება იმისა, რომ დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ მისი ტერიტორიის რუსეთისგან დაცვის საქმეში რჩება ურყევი, აცხადებს ბარნჰამი. ასე რომ, ახალი შეთანხმება მზადაა ხელმოსაწერად. რა არის მთავარი? მთავარი ისაა, რას მიიღებს უკრაინა. ამ შეთანხმების ფარგლებში უკრაინა მიიღებს სპეციალურად შექმნილ სიგნალის ჩამხშობ მოწყობილობებს, რომლებიც დიდმა ბრიტანეთმა შეიმუშავა იმისათვის, რომ ისინი ინტეგრირდეს საკუთარი ახალი იარაღის სერიაში. Stone Cloud-ად წოდებული ეს ჩამხშობები უკრაინის დრონებსა და ფცოსან რაკეტებს პრაქტიკულად უხილავს გახდის რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის. წარმოიდგინეთ, თითქოს ჰარი პოტერის უხილავი მანტია, ოღონდ იარაღებისთვის. აი სწორედ ამას დაპირდა დიდი ბრიტანეთი უკრაინას. მაგრამ საქმე ბევრად უფრო ღრმაა. დიდი ბრიტანეთი უბრალოდ Stone Cloud-ებს არ გადასცემს და ამით არ ამთავრებს საქმეს. უკრაინა იღებს ლიცენზიას, რომ ეს გენიალური ჩამხშობები თავად აწარმოოს. Stone Cloud-ები უკრაინისთვის ახალი არ არის. დიდმა ბრიტანეთმა უკვე ათასობით სიგნალის ჩამხშობი გადასცა უკრაინას. თუმცა ეს ათასებიც კი საკმარისი არ არის. უკრაინის შორ-მანძილზე მოქმედების კამპანია 2026 წელს ნიშნულოვნად გაიზარდა, რის შედეგადაც 10,000-ობით უკრაინული დრონი გაუშვეს რუსეთში და ოკუპირებულ ტერიტორიებზე. სწორედ ეს სჭირდება უკრაინა. 10,000-ობით Stone Cloud-ი სჭირდება იმ უზარმაზარი რაოდენობის დრონებთან ერთად, რომელსაც უშვებს. ამ ახალი შეთანხმებით უკრაინა მიიღებს ტექნოლოგიაზე ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს, რათა მასობრივად აწარმოოს ისინი. შესაძლოა ისეთ მასშტაბზე, რომელსაც თვითონ დიდი ბრიტანეთიც ვერ გაუმკლავდება. ზელენსკის ვიზიტის წინ ბარნჰამმა ახსნა, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება. ბრიტანეთი უკრაინის გვერდით დგას, მხარი მხარზე და ჩვენი მხარდაჭერა ურყევია. რუსეთს არ უნდა ეპარებოდეს ეჭვი ჩვენ სიმტკიცეში და ჩვენ არ დავიხევთ უკან, სანამ უკრაინისთვის მდგრად მშვიდობას არ მივაღწევთ, განაცხადა ბარნჰამმა. შემდეგ კი დაამატა, Stone Cloud-ი ბრიტანული ინოვაციის საუკეთესო ნიმუშია და უკვე გამოცდილია ფრონტის ხაზზე. ის გადამწყვეტი იქნება ჩვენი ორივე ქვეყნის უსაფრთხოების დასაცავად. ეს იყო გზავნილი ვოლდემორტს, უკაცრავად პუტინს, რომ უკრაინის დრონები და რაკეტები მალე უხილავი გახდება და პუტინს არაფრის გაკეთება არ შეუძლია ამის წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ბრიტანეთის სურს დაამტკიცოს, რომ კვლავ უკრაინის გვერდით დგას, რაც თავისთავად მძიმე დარტყმაა პუტინისთვის, რომელიც ცდილობს ევროპაში განხეთქილება შექმნას, ამ ახალ შეთანხმებაში საკუთარი ინტერესიც არის. უკრაინა მიიღებს შესაძლებლობას აწარმოოს Stone Cloud-ები. სანაცვლოდ დიდი ბრიტანეთი მიიღებს მასობრივი გამოყენების მონაცემის ჩამხშობზე, რომელმაც უკვე დაამტკიცა თავისი ეფექტურობა უკრაინის ფრონტზე. ბრიტანეთის არმიის ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ მას შემდეგ, რაც Stone Cloud-ი მასობრივად განთავსდება, მისი მუშაობის შესახებ მონაცემები შეგროვდება. ამ ინფორმაციის გამოყენებას დიდი ბრიტანეთი გეგმავს თავისი მომავალი თაობის რაკეტებისა და დრონების შექმნისას. განსაკუთრებით დიდი ბრიტანეთი დაინტერესებულია თუ როგორ მუშაობს ჩამხშობის მიმდინარე ვერსია, რადგან აპირებს Stone Cloud-ის ინტეგრირებას პროექტ Breakstop-ში, რომელიც მომავალში გამოსაშვები იაფფასიანი საკრისაკრუიზო რაკეტაა.
ასევე წარმოვიდგენთ, რომ როგორც დიდი ბრიტანეთი, ისე უკრაინა გამოიყენებენ შეგროვებულ მონაცემებს Stone Cloak-ის დასახვეწად, რაც მას კიდევ უფრო ეფექტურს გახდის რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებთან დაპირისპირებისას. ეს ახალი შეთანხმება უკრაინისთვის ძალიან მნიშვნელოვანია რამდენიმე მიზეზის გამო, რომელსაც მალე აგიხსნით. მაგრამ ჯერ მთავარი კითხვა: რა არის Stone Cloak-ი ზუსტად? Stone Cloak-ის სიგნალის ახალი ტიპის ჩამფშობია, რომელიც შეიძლება განთავსდეს დრონებსა და რაკეტებში. ის შექმნილია იმისთვის, რომ ამ იარაღებს დაეხმაროს საჰაერო თავდაცვის სისტემების გადალახვაში. ევროაქტივის ინფორმაციით, ამ ჩამხშობები საკმაოდ პატარაა, დაახლოებით ტაბლეტური კომპიუტერის ზომის. მათი პირდაპირ დაკენება შესაძლებელია იმ იარაღზე, რომლის გასროლასაც უკრაინა აპირებს. და ისინი მუშაობენ იმ სიგნალების ჩახშობით, რომელსაც საჰაერო თავდაცვის სისტემები იყენებენ უკრაინის ჭურვების დასადევნებლად და მათზე დასამიზნებლად. აქედან შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ Stone Cloak-ი გავლენას ახდენს არა მხოლოდ თვითონ საჰაერო თავდაცვის სისტემაზე, არამედ იმ რადარზეც, რომელიც ამ სისტემას აქვს მიმაგრებული. ამის გარდა ჩვენ ძალიან ცოტა რამ ვიცით, გარდა ვარაუდებისა. Stone Cloak-ი სავარაუდოდ იყენებს რადიოსიხშირულ ჩახშობას, რათა ჭურვების აღმოჩენა გაართულოს. რადგან ოფიციალური მონაცემები საჯაროდ არ გამოქვეყნებულა, მხოლოდ ვარაუდობთ, რომ ეს მოიცავს იმ რადიოსიხშირულ დიაპაზონებსაც, რომელსაც რუსული ადრეული გაფრთხილებისა და თვალთვალის რადარები იყენებენ. უკრაინას ასევე დასჭირდება კრიტიკული ნაწილების მოძიება, რათა საკუთარი Stone Cloak-ები დაამზადოს. ესენია ნახევარგამტარები, გამაძლიერებლები და RF მოდულები, რომელთა მოძიებაც, როგორც ჩანს, უკრაინას სხვა იარაღებისთვისაც შეუძლია. სავარაუდოდ ამ კომპონენტების ხელში ჩაგდებაც არ უნდა გაუჭირდეს. თუმცა თითოეული მათგანის შეძენის რაოდენობამ შეიძლება შეაფერხოს იმ Stone Cloak-ების რაოდენობა, რომელსაც უკრაინა თავად დაამზადებს. მაგრამ ეს მომავლის პრობლემაა. ეხლა კი უკრაინა აღფრთოვანებულია იმით, რომ მიიღო უფლება შექმნას მოწყობილობა, რომელიც შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს მის ომში რუსეთის წინააღმდეგ. მაგრამ სანამ უფრო ღრმად განვიხილავთ, რატომ მოიტანს ეს ასეთ ცვლილებას, შეგახსენებ, რომ თქვენ უყურებთ სამხედრო შოუს. თუ მოგწონთ ჩვენი არხის კონტენტი, არ დაგავიწყდეთ გამოწერა და შეტყობინების ზარის ჩარის ჩართვა, რომ არ გამოტოვოთ ჩვენი ანალიზი უკრაინის მიერ გამოყენებულ უახლეს იარაღებზე. დავიწყოთ იმით, რასაც Stone Cloak-ი დაუპირისპირდება. რუსეთის საჰაერო თავდაცვა. მიუხედავად იმისა, რომ ამავე არხზე ბევრჯერ ითქვა, რამდენად ცუდად მუშაობს ეს თავდაცვა, რადგან უკრაინის დრონების ოპერატორებმა მხოლოდ 2026 წელს ასობით დარტყმა განახორციელეს რუსულ სამიზნეებზე, ისინი მაინც პრობლემად რჩებიან. და თუ რუსეთის სიტყვას დაუჯერებთ, უკრაინის დრონების ბევრად უფრო დიდი ნაწილი ნეიტრალდება, ვიდრე რეალურად აქცევს იმ ადგილამდე, სადაც უკრაინას მათი გაგზავნა სურს. მაგალითად, Al-Jazeera-ს ინფორმაციით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვამ 561 უკრაინული დრონი გაანადგურა ერთ ღამეში, 24 ივლისის დადგომამდე. 2025 წლის ბოლოსკენ სამეფო გაერთიანებული სამხედრო ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, უკრაინის მიერ გაშვებული დრონების 10%-ზე ნაკლები აღწევს მიზნამდე. უცნობია იგივე მდგომარეობაა თუ არა ნახევარი წლის შემდეგაც. მაგრამ მთავარი ისაა, რომ უკრაინა ცდილობს მისი შორმანძილზე დარტყმები კიდევ უფრო ეფექტური გახდეს, ვიდრე ახლა. საჰაერო თავდაცვის სისტემებზე პირდაპირ შეტევა ამ მიზანს ემსახურება, რადგან ასე იქნება უსაფრთხო საჰაერო კორიდორები დრონებისა და რაკეტებისთვის. თუმცა უკრაინის მიზანი ახლა კიდევ უფრო მეტი წარმატება. რა მოხდება თუ უკრაინა გაუშვებს 600 დრონს და მათგან 20% ან 30% მიზანს მიაღწევს. ეს სწორედ ისაა, რასაც დიდი ბრიტანეთის Stone Cloak-ის გადაწყვეტილება შეიძლება შეუწყოს ხელი. თუ უკრაინა შეძლებს ამ მოწყობილობების მასობრივ წარმოებას ისე, რომ მათი დატენება შეძლოს უმეტეს თუ არა ყველა იმ ჭურვებზე, რომლებსაც რუსეთში დაოკუპირებულ ტერიტორიებზე უშვებს, მაშინ უკრაინას ხელში ექნება სერიოზული ძალის გამაძლიერებები. დაფიქრდით, რას ნიშნავს ეს ისე ოპერაციებისთვის, როგორიცაა ნავთობ გადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინის შეტევები. ეს შეტევები უკვე ეფექტურია. 25 ივლისს უკრაინამ კიდევ ერთი შეტევა განახორციელა და დაარტყა ტიუმენის ნავთობ გადამამუშავებელ ქარხანას, რომელიც მის საზღვრებიდან 2000 კილომეტრითაა დაშორებული. თავდასხმამ ხანძარი გამოიწვია. ეს ხანძარი კიდევ უფრო დიდი იქნებოდა, რომ უკრაინის მეტმა დრონმა შეძლოს თავდაცვის გარღვევა. ასევე არსებობს სარგებელი უკრაინისთვის ამ შეტევების ხარჯების თვალსაზრისით. მიუხედავად იმისა, რომ დრონები გრძელ მანძილზე დარტყმების განხორციელების იაფი საშუალებაა, უპილოტო აპარატების ჯგუფების გაგზის გაგზავნა, რომლებიც მიზნამდე ვერ აღწევენ, მაინც ნიშნავს, რომ უკრაინა თითოეული შეტევისას 10,000-ობით თუ არა 100,000-ობით სობით დოლარს კარგავს. ისევ და ისევ Stone Cloak-ს შეუძლია ეს შეცვალოს. ამით მთლიანად იცვლება უკრაინის სიღრმისეული დარტყმების სტრატეგიის გათვლები. რაც შეეხება გავლენას რუსეთზე, სწორედ აქ მივდივართ მეორე მიზეზზე. თუ რატომ არის Stone Cloak-ის ლიცენზირების შეთანხმება ასეთი მნიშვნელოვანი? გრძელმანძილოვანი სტრატეგია, რომელიც უკვე ფართოვდება და ძალიან კარგად მუშაობს, ახლა უკვე შეუძლია უზარმაზარი ეკონომიკური და ფსიქოლოგიური ტკივილი მიაყენოს რუსულ მოსახლეობას, რომელიც უკვე გრძნობს იმ ომის გავლენას, რომლის საკუთარ კართან მოსვლასაც არასდროს ელოდნენ. როცა რუსეთი 2022 წლის დასაწყისში უკრაინაში შეიჭრა დრონებისა და რაკეტების პერსპექტივა, რომლებიც 2000 კილომეტრის სიღრმეში მიაღწევდნენ რუსეთის ტერიტორიაზე, მაშინაც კი არ განიხილებოდა. მაშინაც კი როცა თავდაპირველი შეჭრა ჩავარდა და უკრაინამ დაიწყო დასალური რაკეტების მირება, ამ რაკეტების მოქმედების რადიუსი თავდასხმებს მხოლოდ რუსეთის სასაზღვრო რეგიონებზე, ასევე ყირიმსა და შავ ზღვაზე ზღუდავდა. გადავინაცვლოთ 2026 წელს და სიტუაცია სრულიად განსხვავებულია. უკრაინა მხოლოდ შორ მანძილზე დარტყმების განხორციელებას არ ახერხებს, როგორც ტიუმენში ვიხილეთ. ის ამ დარტყმებს ისეთი სიხშირით ახორციელებს, რომ ეს უკვე ყველაზე მშვიდ რუსებსაც კი აფრთხობს. მაისის ანგარიშში United 24-ის მედია მაჩვენა, რამდენად გამწვავდა უკრაინის შორ მანძილზე დარტყმების კამპანია. 2024 წლის აგვისტოში უკრაინამ რუსულ სამხედრო ობიექტებზე 1000-ზე მეტი დრონი გაუშვა. 2025 წლის ივლისში ეს რიცხვი 3000-მდე გაიზარდა.
მაგრამ 2026 წლის მარტში უკრაინამ ერთ თვეში დაახლოებით 7000 დრონი გამოიყენა. რაც საკმარისი იყო იმისთვის, რომ უკრაინა რუსეთს გადაასწრებდა გაშვებული ჭურვების რაოდენობით მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე. რუსეთს აღარ აქვს მშვიდობიანი ახლო ზურგი არსად, სადაც ეს მნიშვნელოვანია. ერთადერთი ადგილი, რომელიც უკრაინის დრონებისგან უსაფრთხო არის რუსეთის შორეული აღმოსავლეთი, რომელიც იმდენად შორსაა უკრაინიდან, რომ ფაქტობრივად მნიშვნელობა არ აქვს. გარდა იმისა, რომ პუტინს აძლევს რეგიონს, საიდანაც შეუძლია ჯარისკაცების მობილიზება, ამ დარტყმებს რიცხვების მიღმა სხვა მიზანიც აქვს. უკრაინა ცდილობს დააზიანოს რუსეთის ეკონომიკა და ამავდროულად მუდმივად შეახსენოს პუტინის ხალხს, რომ ომი, რომელიც მათმა ლიდერმა დაიწყო, ეხლა მათაც ეხებათ. ეკონომიკური თვალსაზრისით უკრაინის დრონებს უკვე აქვთ სასურველი გავლენა. 6 ივლისის ანგარიში ტელეგრაფმა გაამჟღავნა, რომ 2025 წელს 9 მილიონი რუსი გაკოტრდა ომის ეკონომიკური გავლენის გამო და დაამატა, რომ ქვეყანა ახლა აფეთქების ზღვარზე მყოფ საბანკო კრიზისს საწყდება. ეკონომიკური ზრდა-ზრდაც უახლოეს მომავალში არ ჩანს. რუსეთის ეკონომიკის სამინისტრო იძულებული გახდა შეეცვალა მთლიანი შიდა პროდუქტის, ანუ MŠP-ს ზრდის პროგნოზი 2026 წლისთვის 1.3%-დან 0.4%-მდე. იგივე ეხება 2027 წელსაც, სადაც MŠP-ს ზრდის პროგნოზი ახლა 1.4%-ია, 2.8%-ის ნაცვლად. და ეს არის რუსეთის დამუშავებული მონაცემები. ასე რომ შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ რეალობა ქვეყანაში ბევრად უარესია. უკრაინის სიღრმისეული დათმები ამ ეკონომიკური პრობლემების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო. მათ ასევე ხელი შეუწყეს საწვავის კრიზისს რუსეთში, რომელიც ქვეყნის უმეტეს რეგიონს მოიცავს და განსაკუთრებულად აზარალებს ყირიმის ოკუპანტებს, რომლებიც სულ უფრო იზოლირებულნი ხდებიან, როგორც საშუალო, ისე გრძელდისტანციური დათმების შედეგად. უკრაინამ უკვე დაიწყო თითქოს და სამოქალაქო ბიზნესების დაბომბვაც, მაგალითად Wildberries-ის, რომელსაც რუსეთის Amazon-ს უწოდებენ. Wildberries ისეთი უდანაშაულო არ არის, როგორც რუსეთი ცდილობს დაგაჯეროთ. ელექტრონული კომერციის ეს პლატფორმა თავის მაღაზიაში დრონებს, კომპონენტებს და სამხედრო აღჭურვილობასაც კი ყიდის. დარტყმები კომპანიის საწყობებზე, როგორც უკრაინამ ივლისში რამდენჯერმე გააკეთა, ნიშნავს, რომ მილიარდობით დოლარის ღირებულების ლების მარაგი ცეცხლში იწვის. მეწარმეებისთვის, რომლებიც თავიანთ ბიზნესს Wildberries-ზე ამყარებდნენ, მიყენებული დარტყმები დამანგრეველი და მომაგდინებელია. Wildberries-მა ახლა სამხედრო კატეგორიები თავის თავჯბრეველი პორტალზე დამალ. აი, რამდენად საშინლად ეფექტურია უკრაინის შორ მანძილზე დარტყმები. ეხლა ამ ყველაფერს Stone Cloak-იც დაუმატეთ. ამ უხილავი მოსასხამებით აღჭურვილი დრონებით. კამპანია, რომელიც უკვე დიდ ტკივილს აყენებს რუსეთის ეკონომიკასა და ხალხს, კიდევ უფრო გაძლიერდება. უკრაინას აღარ მოუწევს გაშვებული დრონების რაოდენობის გაზრდა. ის უბრალოდ უფრო ეფექტური გახდება იმ რაოდენობით, რასაც უკვე აგზავნის რუსეთში. და ახალი ლიცენზიის შეთანხმების დროით საუკეთესო. 26 ივლისს სამხედრო ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ ზელენსკიმ გამოაცხადა, რომ უკრაინამ შექმნა სამხედრო სამიზნეების ახალი სია, რომლებსაც რუსეთში დარტყმას აპირებს. დღეს ჩვენ შევთანხმდით ოპერაციების გაგრძელებაზე და განვაახლეთ პრიორიტეტული სამიზნეების სია, მათი რეალური გავლენის მიხედვით რუსეთზე და მის შესაძლებლობაზე გააგრძელოს და გაახანგრძლივოს ეს ომი, განაცხადა ზელენსკი. დამატებით, მთავარი მიზანია რუსეთისთვის დიპლომატიური ზეწოლის კიდევ უფრო გაძლიერება. იარარის კომპონენტების წარმოების შეფერხებით, ნავთობისა და სხვა ეკონომიკური დანაკარგების გამოწვევით და ამ ომის ჩვენთვის ნაცნობ არენაზე დაბრუნებით. Stone Cloak-ის ლიცენზირება და წარმოება სავარაუდოდ დროულად ვერ მოესწრება, რომ ამ კონკრეტულ სამიზნეებზე გავლენა მოახდინოს, მაგრამ მომავალში კიდევ მეტი იქნება ჩამოთვლი. უკრაინის დრონები არსად არ მიდიან. ანუ მიდიან პირდაპირ რუსეთში და როდესაც მათ Stone Cloak-ი ექნებათ, კიდევ უფრო ხშირად მოხდებიან იმ სამიზნეების გულში, რომლებსაც უკრაინა თავის დრონების ოპერატორებს მიუთითებს. კიდევ ერთი მიზეზია, რის გამოც Stone Cloak-ი რუსეთს დააფრთხობს. ეს კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ უკრაინა თავის პარტნიორებთან ბევრად უფრო მჭიდროდ თანამშრომლობს, ვიდრე პუტინს წარმოედგინა. კიდევ ერთხელ დავბრუნდეთ იმაზე, რასაც რუსეთი ფიქრობდა უკრაინაზე 2022 წელს. რუსეთისთვის უკრაინა სუსტი ქვეყანა იყო. მართალია, მან შეძლო თავდაპირველი სპეციალური სამხედრო ოპერაციის მოგერიება, მაგრამ ამის შემდეგ ის მხოლოდ იმიტომ გადარჩა, რომ დასავლეთის ქვეყნები მილიარდობით დოლარის იარაღს უგზავნიდნენ უკრაინას. უკრაინა, რა თქმა უნდა, დიდად ეყრდნობოდა ამ იარაღს ომის პირველ წლებში, მაგრამ გარდაქმნა მოხდა. 2022 წელს უკრაინა იღებდა ნებისმიერ იარაღს, რომელსაც თავაზობდნენ და ის ნამდვილად ითვლებოდა დახმარების მიმღებად. ეს პუტინისთვის მისაღები იყო. მიუხედავად იმისა, რამდენად ძულდა მას კოლექტიური დასავლეთი უკრაინის დასახმარებლად ჩარევის გამო, ის ასევე ფიქრობდა, რომ შეძლებდა დასავლელი ლიდერების манипуლირებას და დროთა განმავლობაში ამ დახმარების შეწყვეტას. მას უბრალოდ უნდა წარმოეჩინა უკრაინა როგორც პარაზიტი, რომელსაც გადარჩენა არ ეკუთვნოდა. მიზანი იყო დაყოფა. 2026 წელს უკრაინა აღარ არის ის სუსტი ქვეყანა, როგორცაც რუსეთი წარმოაჩენდა. გულახდილად რომ ვთქვათ, ის არასდროს ყოფილა ასეთი. მაგრამ ეხლა ჩვენ ხედავთ ქვეყანას, რომელიც ევროპულ და გლობალურ თავდაცვაში აქტიური წვლილის შემტანია და არა ისეთ ერს, რომელიც გადარჩენისთვის სრულად სხვებზეა დამოკიდებული. დაფიქრდით, რას ნიშნავს ის, რომ დიდი ბრიტანეთი Stone Cloak-ის ლიცენზიას აძლევს უკრაინას. ეს მხოლოდ იმას არ ნიშნავს, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინას იარაღის შექმნის უფლებას აძლევს. ეს არის აღიარება იმისა, რომ უკრაინის თავდაცვის სექტორი იმდენად გაიზარდა, როგორც ზომით, ასევე სირთულით, რომ მას შეიძლება ენდო და მიანდო ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე აღჭურვილობის შექმნა, რაც დიდი ბრიტანეთის სამხედროებმა შექმნეს. აქ ჩვენ ხედავთ უკრაინის აღიარებას როგორც მზარდ თავდაცვის ძალას.
უკრაინის თავდაცვის სექტორი, რომლის ღირებულებაც შეჭრის დასაწყისში 1 მილიარდი დოლარი იყო, იმდენად გაიზარდა, რომ მისი შესაძლებლობები ახლა უკვე 55 მილიარდ დოლარს აჭარბებს. უკრაინა აღარ არის მხოლოდ დახმარების მიმღები, ის უკვე წვლილის შემტანია და დიდი ბრიტანეთის მიერ Stone Cloak-ის ლიცენზიის მინიჭება არის აღიარება იმისა, რომ უკრაინა გახდა მნიშვნელოვანი პარტნიორი ბრიტანეთის თავდაცვაში. ზუსტად ისე, როგორც დიდი ბრიტანეთია მნიშვნელოვანი პარტნიორი უკრაინისთვის. ასეთ მოვლენებს 2026 წელს გასაოცარი სიხშირით ვხედავთ. Stone Cloak მხოლოდ ბოლოა იმ მოწინავე ტექნოლოგიების მზარდ სიაში, რომლებზეც უკრაინას წარმოების ლიცენზია ეძლევა. მანამდე ASH-მ გააკეთა შოკის მომგვრელი განცხადება, რომ იგი აპირებს უკრაინას გადასცეს Patriot-ის ჩამჭერი რაკეტების წარმოების ლიცენზია, რაც ნიშნავს, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე სააერო თავდაცრაკე უის რაკეტა უკრაინაში იწარმოება. Defense Express-მა 23 ივლისს გავრცელა ინფორმაცია, რომ Patriot-ის რაკეტების მწარმოებელი Raytheon ახლა აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს უკრაინასთან, რათა ეს ლიცენზირების შეთანხმება საბოლოოდ დაიდოს. საფრანგეთმა ივლისის დასაწყისში უკრაინას რამდენიმე იარაღის წარმოების ლიცენზია გადასცა, რის შედეგადაც უკრაინას მიეცა უფლება თავად აწარმოოს AST-30 საჰაერო თავდაცვის რაკეტები, ASAM ASMAMAS ბომბდამშენის კომპლექტები და Scalp-ის ფრთოსანი რაკეტები. ამ შეთანხმებებიდან და Stone Cloak-ის შეთანხმებიდან ჩანს, რომ უკრაინა ევროპული თავდაცვის მთავარი საყრდენი გახდა. დიდმა ბრიტანეთმა ეს ფაქტი აღიარა. მან დაინახა სარგებელი იმაში, რომ უკრაინა მისი ჩამხშობი მოწყობილობა აწარმოოს, რადგან უკრაინას შეუძლია ეს მოწყობილობა ისე გამოცადოს, როგორც ვერცერთ სხვა ქვეყანას და შეუძლია ის საიმედოდ აწარმოოს, ისე რომ ომის დასრულების შემდეგ უკრაინა შესაძლოა თავად აწარმოებდეს Stone Cloak-ებს დიდი ბრიტანეთისთვის. ატლანტიკურმა საბჭომ უკრაინას ევროპის ფარი უწოდა და ეს ნამდვილად ასეა. თუ რუსეთი ის მტერია, რომლის წინააღმდეგაც მთელი ევროპა უნდა გაერთიანდეს, უკრაინა ქმნის ამ ბრძოლის გეგმას და თავის პარტნიორებს ძვირფას დროს აძლევს მოსამზადებლად. რაც შეეხება პუტინს, Stone Cloak-ის შეთანხმება კიდევ ერთი ნათელი ნიშანია იმისა, რომ პუტინმა უკვე დაინახა, მისი მცდელობები გააყოფილოს და შეაშინოს უკრაინის პარტნიორები არ მუშაობს. ეს იყო მთავარი აზრი, რომელიც ბარნჰამმა ახალი შეთანხმების გამოცხადებისას აღნიშნა. რუსეთი მაინც შეეცდება გაყოფას. მან გააძლიერა თავისი ჭრილოვანი ომი კულისებში, რათა კიდევ ერთხელ შეაჩეროს უკრაინისთვის დახმარების მიწოდება. პარტნიორი ქვეყნების ტერიტორიაზე დივერსიები დაფიქსირდა. ასევე დრონების შეჭრები და ოპერაციები წყალქვეშა კაბელებთან ახლოს. დეზინფორმაციის კამპანიები და მიგრაციის იარაღად გამოყენება. ეს ყველაფერი მიზნად ისახავს ისეთი ქვეყნების დაშინებას, როგორიცაა დიდი ბრიტანეთი, იმ დონემდე, რომ მათ შეწყვიტონ ისეთი ქმედებები, როგორიცაა უკრაინისთვის ლიცენზიების მიცემა, ისეთი მოწყობილობის წარმოებაზე, რომელიც რუსეთს ასუსტებს და უკრაინას აძლიერებს. ეს არ მუშაობს. უკრაინის პარტნიორები ყველაფერს ხედავენ და იციან, რომ პუტინის ყველა ქმედებას სასოწარკვეთ აუდევს საფუძვლად. დიდი ბრიტანეთის ჰარი პოტერის სტილის იარაღი კი უბრალოდ ბოლოა, რაც უკრაინაში გამოჩნდა. რუსეთის ყველა მცდელობის მიუხედავად, რომ დაითანხმოს ან დააშინოს, ეს ბოლო არ იქნება და Stone Cloak შეუერთდება იმ იარაღების სულ უფრო მზარდ სიას, რომელსაც უკრაინა თავად აწარმოებს, რათა რუსეთი ქვისხანაში დააბრუნოს. თუ რუსულ პროპაგანდას მოусმენთ, გაიგებთ, რომ უკრაინის ომი ზუსტად გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. კრემლი გეტყვით, რომ რუსეთის ჯარები უკრაინაში მძვინვარებენ. დონბასი დაცემის ზღვარზეა, ხოლო უკრაინის მიერ რუსეთში გაშვებული ყოველი დრონი მსოფლიო თრიოდონის საჰაერო თავდაცვის სისტემა ანადგურებს. ეს მხოლოდ დროის საკითხია, როდის დაეცემა უკრაინა. უკვე 4 წელიწადი და ნახევარია, რაც ეს დროის საკითხად იქცა. და თუ ჩაუღრმავდებით იმ ისტორიებს, რასაც კრემლი ყვება, სრულიად განსხვავებულ რეალობას ვნახავთ. რუსეთი იმარჯვებს, ასეა. მან შექმნა იდეალურ ჯარისკაცებური ჯარისკაცები და ისინი დიდ გამარჯვებებს აღწევენ, მაგრამ ერთი პრობლემა არსებობს. ეს ყველაფერი არ არსებობს. რუსეთის ერთადერთი გამარჯვებული არმია ტალბია. პუტინი გატყუებთ თქვენ და საკუთარ ხალხს და ამისთვის ხელოვნურ ინტელექტს იღენებს. თუ ბოლო დროს სამხედრო კონტენტს უყურებდით, შეიძლება საინტერესო ვიდეოები გენახათ. ვიდეოები ინტერვიუებით, სადაც სამხედროები აცხადებენ, რომ პოლონეთის არმიის წევრები არიან, ვრცელდება, სადაც ეს ჯარისკაცები უკრაინის წინააღმდეგ გამოდიან. არსებობს მტკიცებები, რომ უკრაინიდან გამოქცეულ ტოლვილებს შორის, რომლებიც ახლა პოლონეთში ცხოვრობენ, დანაშაულის მაღალი დონეა. ჯარისკაცებმა ასევე გააკრიტიკეს პოლონეთის მთავრობა, გერმანია და ევროპის კავშირი, ანუ ევროკავშირი. მტკიცებების მიხედვით, პოლონეთი უკვე გზაზეა, რომ უარი თქვას უკრაინაზე, ევროკავშირზე და გულწრფელად რომ თქვათ, ყველაფერზე, რისთვისაც ქვეყანამ იბრძოლა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რომ მისი ნაწილი გამხდარიყო. მაგრამ ეს ყველაფერი სიმართლე არ არის. ახალი ამბავი, 21 ივლისს. გავრცელდა, რადგან მისი არმია ვერ აღწევს მნიშვნელოვან წარმატებას უკრაინაში, რუსეთი მიმართავს აშავს აშკარად ყუილებს. სასოწარკვეთილი ცდილობს უკრაინის შიგნით უთანხმოებისა და უკმაყოფილების შექმნას. რუსეთი ამ ტყუილებისთვის არ ეკორნობა საკუთარი ჯუთას ჯარისკაცების ყალბ-ვერსიებს. ის ჯარისკაცები უკრაინაში კვდებიან და ამიტომ სხვა არაფრისთვის ცალიათ. ამის ნაცვლად რუსეთმა შექმნა ხელოვნური ინტელექტით შექმნილი დიფეიქები პოლონელი ჯარისკაცების, რომლებსაც შემდეგ მანიპულირებს ისე, რომ ისინი აკრიტიკებენ უკრაინასა და მის არმიას. უკრაინის დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრმა გამოავლინა რუსული ფალსიფიკაცია შთამბეჭდავ ანგარიშში, რომელიც აჩვენებს, რამდენად შორს არის მზად რუსეთი წავიდეს პროპაგანდის ომში, გამარჯვების სასოწარკვეთილი მცდელობისას. ცენტრის თქმით ანალიზმა აჩვენა, რომ ეს ყველა ჯარისკაცი მთლიანად ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი პერსონაჟები. ასევე აღსანიშნავია, რომ ვიზუალური სტილი და შინაარსის მიწოდების მექანიზმები იდენტურია იმათთან, რასაც რუსული ხელოვნური ინტელექტის ბოტ ფერმები იყენებენ. კლიპები, რომლებშიც ყველა პოლონეთის სამხედრო ფორმაში ჩაცმულ მამაკაცებს აჩვენებს, ვრცელდება რამდენიმე სოციალურ ქსელში, მათ შორის YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე.
თუმცა ვიდეოების დეტალური შესწავლა აჩვენებს მანიპულაციის რამდენიმე ნიშანს. მათ შორის ზოგიერთი სახე ბევრად უფრო გლუვია, ვიდრე უნდა იყოს. სხვა ნიშნები ვიდეოებში გამოყენებულ სიტყვებშიც ჩანს. პოლონეთის ნასკის სახელმწიფო კვლევით ინსტიტუტიც იკვლევს ამ ვიდეოებს და აცხადებს, რომ გამოყენებული ენის ნაწილი მიუთითებს პოლონური ენის მოუხერხებელ ფორმულირებაზე, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ტექსტი რუსულიდან თარგმნილია, რომელიც თავდაპირველად განცხადებებისთვის დაიწერა. ასევე შემთხვევით ჩართულია ცალკეული კირილიცური სიმბოლოებიც. შემდეგ არის უნიფორმები. მიუხედავად იმისა, რომ უნიფორმიანი პოლონელი ჯარისკაცების სურათების პოვნა საკმაოდ მარტივია, ჩანს, რომ რუსეთს ესეც კი არ უცდია. კლიპებში ნაჩვენები უნიფორმები უფრო რუსული და ბელარუსული სამხედრო ფორმების ნაზავს გავს, ვიდრე პოლონურს. რუსეთი იმაზე აკეთებს კათვას, რომ ხალხი ყურადღებას არ მიაქცევს, ან უბრალოდ საკმარისად არ ეცოდინება ნიშნების შესამჩნევად და ეს მუშაობს. პოლსკი რადიოს ინფორმაციით, მხოლოდ ერთმა YouTube არხმა დაახლოებით 50 ასეთი კლიპი გამოაქვეყნა, რომელთაგან ყველაზე პოპულარულს 300,000 ნახვა აქვს. სხვა ვიდეოები, მათ შორის ერთი, რომელიც ოქტომბერში შეიქმნა და ამტკიცებდა, რომ პოლონი-ჯონელი ჯარისკაცები უკრაინის ქალაქ ლვოვის დაკავებისკენ მოუწოდებდნენ, უკვე მარტივად იქნა გამჟღავნებული, რადგან ვიდეოზე ჩანს ხელოვნური ინტელექტის მოდელ VIOS წყლის ნიშანი. ეს ბინძურია რუსეთის მხრიდან, ვერა გული, მაგრამ ეს არც გასაკვირია. კრემლს კარგად ესმის, რომ ვერ იტყვის თითქოს რუსული არმია წარმატებით მოქმედებს უკრაინაში. ის ცდილობს, მაგრამ რეალობა ყველასთვის ნათელია ადგილზე. ამიტომ რუსეთმა შექმნა ყალბი არმია, რომელიც სავსეა არარსებული პოლონელი ჯარისკაცებით, რათა უკრაინის წინააღმდეგ პროპაგანდული ქულები მოიპოვოს და სცადოს მსოფლიოს დარწმუნება, რომ მთავარმა მოკავშირემ ზურგი აქცია. რატომ პოლონელი ჯარისკაცები? მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა და პოლონეთი კვლავ მოკავშირეები არიან, ამ ორ ქვეყანას შორის დაძაბულობა არსებობს, რითაც რუსეთმა ისარგებლა. 2026 წლის უფრო ადრეულ პერიოდში პოლონეთსა და უკრაინას შორის განხეთქილება დაიწყო. პოლონეთის პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის თეთრი არწივის ორდენი ჩამოართვა, რაც პოლონეთის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოა. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ზელენსკიმ უკრაინული სამხედრო დანაყოფისთვის სახელად უფას მინიჭებას დაუჭირა მხარი, რაც ნიშნავს უკრაინის აჯანყებულთა არმიის გმირებს. ბევრმა პოლონეთში ეს შეურაცხყოფად მიიღო. არსებობს ისტორიული დაძაბულობა UPA-ის სახელთან დაკავშირებით, რადგან ამ სახელის მქონე ჯგუფი მონაწილეობდა 100,000 პოლონელის მკვლელობაში ვოლინში, აღმოსავლეთ გალიციაში, მეორე მსოფლიო ომის დროს. პოლონეთი ამას გენოციდად მიიჩნევს და უკრაინული დანაყოფის ამ ჯგუფის სახელზე დარქმევა უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე მხარდამჭერისთვის მიუღებელი ნაბიჯი იყო. რუსეთმა ისარგებლა შესაძლებლობით და თავისი ხელოვნური ინტელექტით შექმნილი პოლონელი ჯარისკაცები ამ საკითხს ხშირად ახსენებენ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ მრავალ ვიდეოში. მიუხედავად აშკარა კონფლიქტისა, პოლონეთი და უკრაინა კვლავ მოკავშირეები არიან. 25 ივნის BBC-მ გავრცელა ინფორმაცია, რომ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა უკრაინის არტგენის კონფერენციაზე გდანსკში სიმართლისა და ურთიერთპატივისცემისკენ მოუწოდა. თუმცა დაძაბულობის ნიშნები კვლავ არსებობს. ზელენსკიმ ამ ღონისძიების ამ ეტაპს გამოტოვა და მის ნაცვლად პრემიერ-მინისტრი იულიუშ ვიერდენკო გაგზავნა. თუმცა ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მზად იქნება პოლონეთთან ყველა არსებითი ფორმატის თანამშრომლობისთვის, რათა თავიდან აიცილონ ჩვენი საერთო წარსულის რთული და მტკივნეული თავების წინააღმდეგობრივი ინტერპრეტაციები. მან ასევე დაამატა, რომ მადლიერია პოლონელი ხალხის მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის. ამ ყველაფერმა რუსეთის პროპაგანდისტები ფარვანებივით მიიზიდა და მას შემდეგ ინტერნეტს ავსებენ, რათა კიდევ უფრო მეტი დაყოფა შექმნა. კრემლი აშკარად ფიქრობს, რომ აქ ჭკვიანურად იქცევა. მაშინაც კი როცა ვიდეოები აშკარად ყალბია, მათ შეიძლება გავლენა იქონიონ, რადგან ბევრი ადამიანი უბრალოდ არ კითხულობს, რეალურია თუ არა ის, რასაც უყურებს. სხვებს კი უბრალოდ გარჩევა არ შეუძლიათ. Tech Radar-მა ეს გამოავლინა 2026 წლის იანვრის სტატიაში, სადაც მან გააშუქა კვლევა, რომელიც ჩაატარა ხელოვნური ინტელექტის ვიდეო კომპანია Runway-მ. როდესაც 1000 მონაწილეს კითხვები დაუსვეს, Runway-მ აღმოაჩინა, რომ მოხალისეებს მხოლოდ 57.1%-ის შემთხვევაში შეეძლოთ სწორად განესაზღვრათ, ვიდეო რეალური იყო თუ ხელოვნური ინტელექტით შექმნილი. ეს თითქმის მონეტის აგდებას უტოლდება. და ეს აჩვენებს, რამდენად მარტივად გასდის რუსეთს ადამიანების გონებით მანიპულირება, რომლებიც შესაძლოა მხოლოდ ნახევრად აქცევენ ყურადღებას, როდესაც ასეთ ვიდეოებს სოციალურ ქსელებში უყურებენ. კრემლს არ სჭირდება, რომ ხალხმა ეს ვიდეოები უყუროს. მას უნდა, რომ ისინი ყურადღებდნენ ყავდ მესიჯებს. სინამდვილეში რუსეთს სჭირდება, რომ ისინი უსმენდნენ, რადგან იცის, რომ იმის გამჟღავნება, რაც უკრაინაში ხდება, კატასტროფა იქნებოდა. რუსეთის ახალი ყალბი არმია ყურადღებას იპყრობს და აზრებზე გავლენას ახდენს. მაგრამ მისი ნამდვილი არმია სერიოზულად მარცხდება. დონეცკში გაჩერებული და სხვა ადგილებში პოზიციების დამთმობი რუსეთის ჯარისკაცები მასობრივად იღუპებიან. რუსეთი ყოველდღიურად 1000-დან 1500-მდე ჯარისკაცს კარგავს. და ეს რიცხვები მუდმივად იზრდება. ივნისში რუსეთმა დაკარგა 39490 ჯარისკაცი და ალ-ჯაზირას ინფორმაციით მას უჭირს დანაკლისის შევსება, რადგან თვეში მხოლოდ 24000-დან 30000-მდე კონტრაქტორ ჯარისკაცს ირებს. ეს არის რეალობა, რომლის ნახვაც რუსეთს არ უნდა რომ თქვენ შეძლოთ. არმია, რომელიც უკრაინაში მარცხს განიცდის და სიკვდილი წარმოუდგენელი მასშტაბით. ამიტომ რუსეთი ქმნის ყალბ პოლონელ ჯარისკაცებს, რომლებიც რუსულ-ბელარუსულ ფორმებში არიან.
და უკრაინას, პოლონეთსა და ევროკავშირს ლანძღავენ ენაზე, რომელიც აშკარად რუსულიდან თარგმნილი. და ეს ფალსიფიკაცია კიდევ უფრო მძაფრდება. რაც აქ ხდება, ეს სულაც არ არის ცალკეული შემთხვევა. ეს არის ბევრად უფრო დიდი დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილი, რომელსაც რუსეთი წლები იყენებებს უკრაინაში არსებული რეალობის დასამალად. ასევე არა მხოლოდ პოლონელები არიან ღრმად დიფეიკის მსხვერპლი. უკრაინელი ჯარისკაცებიც იგივე მოპყრობის მსხვერპლი გახდნენ. ზუსტად ესეთ საკითხებს ვაშუქებთ ჩვენ სამხედრო შოუში. ჩვენ გაძლევთ წარმოდგენას რუსეთის შეჭრის რეალობაზე. თუ მოგწონთ ის, რასაც ხედავთ და გსურთ მეტი იხილოთ, გამოწერისა და შეტყობინების ღილაკები მხოლოდ ერთი დაწკაპუნებითაა ხელმისაწვდომი. კალბი პოლონელი ჯარისკაცების გარდა რუსეთი ასევე ქმნის ვიდეოებს, სადაც ხელოვნური ინტელექტით შექმნილი უკრაინელი ჯარისკაცების პირიდან უაზრო სიტყვები ისმის. Euromaidan press-მა ამ მოვლენაზე 4 ივლისს გააშუქა, სადაც აღნიშნა, რომ რუსეთი ავსებს სოციალურ ქსელებს კალბი უკრაინელი ჯარისკაცებისა და ავტორიტეტული ფიგურების, მათ შორის რაბინების ვიდეოებით, რომლებსაც იყენებს დეზინფორმაციის გასავრცელებლად მთელ უკრაინაში. ამ კალბ ვიდეოებს განსხვავებული გზავნილები აქვთ, ვიდრე ადრე განხილულებს. ისინი შექმნილია იმისთვის, რომ უკრაინის ხალხი საკუთარ ლიდერობას დაუპირისპირდეს. ის ხალხი ომში სიკვდილისთვის იგზავნება, ამტკიცებენ ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ჯარისკაცები და ასევე რომ პოლიტიკოსებს შეუძლიათ გამდიდრდნენ ვილების და სხვა ძვირადღირებული ნივთების ყიდვით. ერთმა ამ ვიდეოთაგანმა დაახლოებით 900,000 ნახვა დააგროვა, როგორც მედია საშუალება იუწყება. და ისინი უკრაინას სერიოზულ პრობლემას უკლემას უქმნიან. ხელოვნური ინტელექტით შექმნილ ვიდეოს შეუძლია ვირუსულად გავრცელდეს და სოციალურ ქსელებში რამდენიმე წუთში ელვის სისწრაფით გავრცელდეს. ვიდეოების გადამოწმება რეაქტიული პროცესია. ხშირად რამდენიმე საათს სჭირდება ინტერნეტში ატვირთვას და ისინი ნაკლებად იწვევს ჩართულობას, რადგან ისეთი პროვოკაციული არ არის. დეზინფორმაციის ეპოქა უკვე დადგა და რუსეთს ეს ძალიან მოსწონს. ეს უკვე წლებია რაც მოსწონს. ეს ვიდეოები მხოლოდ მცირე ნაწილია მთელი ბოტ-ქსელებისა სოციალურ მედიაში, რომლებიც წლებია ყავ ვიდეოებს ავრცელებენ. მაგალითად, 2024 წლის აგვისტოში უკრაინულმა მედია საშუალება ტექსტიმ ჩაატარა გამოძიება TikTok-ის ქსელზე, რომელიც 2000 ანგარიშს მოიცავდა და ყველა კალბი იყო. ყველა ანტიმობილიზაციის ჰეშტეგებს აზიარებდა. ასევე არსებობს დოკუმენტაცია უკრაინელი ჯარისკაცების ხელოვნური ინტელექტით შექმნილ ვიდეოებზე, სადაც ისინი თითქოს ისეთ ადგილებში, როგორიცაა პოკროვსკი, რუსულ ძალებს ნებდებიან. ყველაფერი შექმნილია იმისთვის, რომ უკრაინელ ხალხს დააჯერონ, თითქოს ქვეყანა ომს რუსეთთან აგებს. 2026 წელს ამ ვიდეოების ხასიათი შეიცვალა. წარსულში რუსეთმა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით გაავრცელა ტალბი ვიდეოები, სადაც ხელოვნურად შექმნილი ადამიანები მონაწილეობდნენ, რომლებსაც რეალური ავტორიტეტი არ ჰქონდათ. ეს ის არ არის, რასაც 2026 წელს ვხედავთ. იქნება ეს ხელოვნური ინტელექტის განვითარებით, თუ რუსეთმა უკეთესად აითვისა ტექნოლოგია, რომელსაც იყენებს, ამ ახალი ტალღის ვიდეოები ყურადღებას ამახვილებს, თითქოს ავტორიტეტულ პირებს, ჯარისკაცები, სამხედრო ლიდერები და სხვა პირები, რომლებიც თავს რელიგიურ ან პოლიტიკურ ფიგურებად ასაღებენ, ახლა ავრცელებენ იმ გზავნილებს, რომელთა გაგზავნაც რუსეთს სურს. კлау, ამ ყველაფრიდან არაფერია ნამდვილი. ამას მნიშვნელობა არ აქვს. თუ ხალბი ვიდეო ვირუსულად გავრცელდება, ზიანის გამოსასწორებლად დღეები სჭირდება. იმ შემთხვევაშიც კი თუ მაყურებელი საერთოდ დაინტერესდება იმაზე მეტი გაიგოს, ვიდრე პირველად ნახ. მოლფარის სადაზვერვო ინსტიტუტმა ჩამოაყალიბა სია იმ ნიშნების, რაზეც უნდა მიაქციოთ ყურადღება. თუ არ ხართ დარწმუნებული, უყურებთ თუ არა ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ კონტენტს. ვიზუალური დეფექტები, როგორიცაა სახეებზე უცნაურობის ხეობის ეფექტი, რომელიც გამოწვეულია არარეგულარული თვალის დახამხამებით, მიკროგამოხატულებების არარსებობა, რაც აშკარად აკლია ყალბ პოლონელი ჯარისკაცების ვიდეოებს და ხმის დესინქრონიზაცია. ეს ყველაფერი ნიშნებია. ასევეა წყაროს ანონიმურობა და ერთი და იგივე ვიდეოს მოულოდნელად გამოჩენა ათეულობით ანგარიშზე რამდენიმე წუთში. ანგარიშებით შეამოწმეთ, ამბობს ინსტიტუტი. თუ ისინი ახალია ან მხოლოდ ერთი და იმავე ტიპის ვიდეოებს შეიცავს, ეს საკმაოდ კარგი მაჩვენებელია იმისა, რომ ბოტების ფერმას უყურებთ. ასეულობით ან ათასობით მოწონება, რომელსაც ხშირად თან ახლავს ზოგადი კომენტარები ვიდეოს გამოქვეყნებიდან პირველივე წუთებსა და საათებში. ასევე შეიძლება იყოს მინიშნები. რუსეთი იმაზე დებს ფსონს, რომ უმეტესობა ამ ნაბიჯებს არ გადადგამს. სწორედ ამიტომ მიმართავს ასეთ ფალსიფიკაციას. რაც აქტუალში საცემი არის განსხვავებები, რომლებიც სულ უფრო აშკარა ხდება იმაში, თუ როგორ იყენებს რუსეთი ხელოვნურ ინტელექტს უკრაინის ტექნოლოგიის გამოყენებასთან შედარებით. რუსეთი ქმნის ხელოვნური ინტელექტით გენერირებულ კალბ არმიებს, რომლებიც სოციალურ მედიაში ცრუ შეტყობინებებს ავრცელებენ. რუსეთისთვის ყველაფერი დეზინფორმაციას ეხება, რადგან რუსეთმა იცის, რომ ვერ შეეჯიბრება უკრაინას ხელოვნური ინტელექტის რეალურ სამხედრო გამოყენებაში ომის მოსაგება. უკრაინა ბევრად უსწრებს რუსეთს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაში დარტყმების განსახორციელებლად. ამას ვხედავთ უკრაინის დარტყმების კამპანიაში, რომელსაც უკრაინა 2026 წლის დიდი ნაწილის განმავლობაში რუსეთის ახლო ზურგის გასანადგურებლად იყენებს. ეს კამპანია იყენებს ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილ დრონებს, რომლებიც დამოუკიდებლად ამოიცნობენ და უთყამენ სამიზნეებს ფრონტის უკან. ერთ-ერთი გამორჩეულია ჰორნეტის დრონი, რომელსაც 300 კილომეტრის სიშორე აქვს და ხელოვნური ინტელექტის დახმარებით თავად მიემართება სამიზნეებისკენ, რაც ელექტრონული ომის საწინააღმდეგო ზომებით მისი შეჩერება ძალიან რთულს ხდის. ასევე ვიღილეთ, რომ უკრაინა ხელოვნურ ინტელექტს სხვა საინტერესო გზებითაც იყენებს. 23 ივლისს United 24 მედიამ მარიჩკაზე გაავრცელა ინფორმაცია. ეს არის ხელოვნური ინტელექტით გამდიდრებული საბრძოლო ველის დაგეგმვის სისტემა, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ მნიშვნელოვნად შეამციროს საბრძოლო ველზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების დრო. ამ სისტემის საშუალებით უკრაინას შეუძლია მსგავსი გადაწყვეტილებების მიღების დრო 12 საათიდან რამდენიმე წუთამდე შეამციროს, რადგან ხელოვნური ინტელექტი წამებში ათეულობით დოკუმენტის ანალიზსა და ანგარიშგებას ახერხებს.
წარსულში ადამიანმეთაურებს ამ დოკუმენტების კების გადახედვას საათები სჭირდებოდათ. ომში, რომელიც ისეთივე სწრაფად მიმდინარეობს, როგორც უკრაინაშია, ეს დაყოვნება შეიძლება იყოს განსხვავება რუსულ ობიექტზე წატარმატებული დარტყმის განხორციელებასა და ამ ობიექტის დაკარგვას შორის, რადგან ის დამალვაში გადავიდა. აქ ძალიან საინტერესო კონტრასტია. უკრაინა იყენებს ხელოვნურ ინტელექტს საბრძოლო ველზე შედეგების მისაღებად, მაშინ როცა რუსეთი მას იყენებს კალბი ჯარისკაცებისა და ვიდეოების შესაქმნელად, რომლებიც მიზნად ისახავს მოატყუოს ისინი, ვინც იმდენად ყურადღებით არ აკვირდება როგორც საჭირო. ფალსიფიკაცია მხოლოდ ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ვიდეოებით არ მთავრდება. როდესაც რუსეთი ხედავს თუ რამდენად კარგად უმკლავდება უკრაინა საბრძოლო ველზე, ის კოლექტიურად იტყვება ადგილზე მიმდინარე ვითარების შესახებ. ომის შესწავლის ინსტიტუტმა, ანუ ISW-მ 22 ივლისის შეფასებაში რუსეთის შეჭრის შესახებ განაცხადა, რომ რუსეთი კვლავაც მაქსიმალისტურ მოთხოვნებს აყენებს მშვიდობის დასამყარებლად. მათ შორის დონბასის გადაცემასაც. რუსეთი ამ განცხადებებს ამყარებს ტერიტორიების დაკავების შესაბამის შესახებ ცნობებით, რომლებიც საუკეთესო შემთხვევაში გადაჭარბებულად შეიძლება შეფასდეს. უარეს შემთხვევაში კი ეს პირდაპირ თხუილებია. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 22 ივლისს პოპულარიზაცია გაუწია რუსულ პროპაგანდისტულ ტელეგრამ არხს. ამტკიცებდა, რომ რუსულმა ძალებმა 2026 წლის პირველ 6 თვეში 2226 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია დაიკავეს. ISW-მ დააფიქსირა მტკიცებულებები ამის შესაფასებლად. 2026 წელს რუსულმა ძალებმა ჯამში მხოლოდ 81.1 კვადრატული კილომეტრი დაიკავეს, რაც ნაწილობრივ გამოწვეულია უკრაინის მნიშვნელოვანი 2026 წლის გაზაფხული-ზაფხულის კონტრშეტევით. ხოლო ჯამში 2026 წელს რუსულმა ძალებმა დაიკავეს ან შეაღწიეს 626.85 კვადრატულ კილომეტრზე. იტყობინება ISW მეტია ვიდრე 2100 კვადრატული კილომეტრი, რომელიც რუსების ხელში არ არის საკმაოდ დიდი გადაჯარბება. და ეს ის განცხადება, რომელსაც რუსეთი კიდევ უფრო ამყარებს თავისი მტკიცებით, რომ მისმა ძალებმა აიღეს გამაგრებული ქალაქი კონსტანტინივკა. ეს განცხადებები გავრცელდა ივლისის დასაწყისში და მაშინვე უარყო უკრაინის გენერალურმა შტაბმა. უკრაინა აგრძელებს ქალაქში თავისი პოზიციების შენარჩუნებას, აცხადებს გენერალური შტაბი. CNN აცხადებს, რომ დამოუკიდებელი რუკების წყაროები და უკრაინელი ჯარისკაცების ვიდეო ჩვენებები ასევე ამტკიცებს, რომ ეს მტკიცება მცდრება მცდარია. რაც რეალურად ჩანს, რომ რუსეთი აკეთებს არის ის, რომ აგზავნის დივერსანტებს ქალაქში, აფრიალებინებს მათ დროშებს ვიდეოებისთვის და შემდეგ ისინი ბრუნდებიან თავიანთ სამალავებში, სადაც ელოდებიან უკრაინის დრონების მიერ მალე აღმოჩენას. ეს ყველაფერი ტყუილი და პროპაგანდაა, ზუსტად ისე როგორც ხელოვნური ინტელექტის ვიდეოები. მაგრამ ეს ხომ რუსული გზაა? ტყუილი რუსეთის ნამდვილი მასობრივი განადგურების იარაღია. და ასე იყენებენ მას 10 წლეულებია. მთელი ამ ყველაფრის ირონია ისაა, რომ პუტინიც შეიძლება ამ ტყუილების ისეთივე მსხვერპლი იყოს, როგორც ნებისმიერი სხვა. რუსეთის ლიდერს სიმართლის დამახინჯების გრძელი ისტორია აქვს. ალბათ ახლა უკვე იმ დონემდე, რომ ვეღარც კი ხედავს იმ ყალბ რეალობას, რომელიც თავისთვის შექმნა. ეს ის ადამიანია, რომელიც თითქმის 5 წლიან ომს ჯერ კიდევ სპეციალურ სამხედრო ოპერაციას უწოდებს. ის თავისი მლიქვნელი გენერლების სიტყვებს იმეორებს, როცა ისინი ეუბნებიან, რომ რუსეთი დიდ წარმატებებს აღწევს და ის არც კი კითხულობს, რატომ არ დაცემულა ჯერ კიდევ დონეცკი, თუ ასეთი წარმატებები აქვს. პუტინი საკუთარ პროპაგანდას მუდმივად ებმება. მან ეს მაშინაც გააკეთა, როცა უკრაინაში შეიჭრა. ის ადამიანები, ვისაც პუტინი იყენებს მისთვის ზღაპრების მოსაყოლად, ამბობდნენ, რომ უკრაინა სუსტი იყო და ადვილად დასაფქრობი. პუტინს ეგონა, რომ რუსეთის ხოვლის შენძლე არმიას გამარჯვებისთვის მხოლოდ რამდენიმე დღე დასჭირდებოდა. ჩვენ ვნახეთ, როგორ დასრულდა ეს ყველაფერი. პუტინი შეიძლება უტიფრად და მუდმივად ტყუოდეს, მაგრამ ამან მხოლოდ ის გამოიწვია, რომ მის გარშემო შექმნა ისეთი სამყარო, სადაც სიმართლის დადგენა შეუძლებელი. დღეს პუტინი არის ადამიანი, რომელსაც როგორც ჩანს, მიზნად აქვს გარშემო მხოლოდ საკუთარი უთარი ილუზიები შემოიკრიბოს. მაისში Forbes-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პუტინი უმეტეს დროს ატარებს მიწისქვეშა ბუნკერებს შორის გადაადგილებაში, სადაც მას უსაფრთხოების თანამშრომლები აკრავენ გარს და მკაცრი მითითებები აქვთ. შეამოწმონ ყველაფერი და ყველა, ვინც კი მის სიახლოვეს მოხვდება. მას რეალობა არ ესმის. მას ძალიან დიდი ხანია რეალობა არ უნახავს. ამ ყველაფერში ყველაზე სასაცილო ირონია ის არის, რომ თავად პუტინი დიდი ალბათობით მოიტყუებოდა და იფიქრებდა, რომ ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ყალბი პოლონელებისა და უკრაინელების ვიდეოები ნამდვილია თუ მათ ნახავთ. ჩვენ ვერასდროს ვიქნებით დარწმუნებულები, რომ პუტინმა თავად უგძანა ამ ვიდეოების შექმნა. შესაძლოა მას საერთოდ არ აქვს წარმოდგენა, რომ ისინი არსებობს. მაგრამ დაუბრუნდეთ ამ ვიდეოებს. ისინი რა თქმა უნდა მტკიცებულებაა იმისა, რომ რუსეთი კვლავაც აგრძელებს ტყუილს, მაგრამ ისინი ასევე სასუწარკვეთის ნიშნებია. რუსეთი ცდილობს შექმნას საკუთარი La-La Land-ი, რათა ყურადღება გადაიტანოს მისი ჯარის უკრაინაში სავალალო შედეგებისგან. რუსეთს სჭირდება, რომ ხალხი დაიჯეროს ეს მესიჯი, რადგან რეალურად ყურადღების მიქცევა წამში ამ ხელს ტყუილებს. არ მოიტყუოთ თავი. რუსეთს მართავს ადამიანი, რომელიც თავს მლიქვნელებით იხოებს და განზრახ-შორდება რეალობას. ის, რასაც ეხლა ვხედავთ სოციალურ მედიაში გავრცელებულს, უბრალოდ კიდევ ერთი მაგალითია. რუსეთს არ შეუძლია უკრაინაში გამარჯვება თავისი ნამდვილი არმიით. ერთადერთი გამარჯვებები, რომელსაც ახლა აღწევს, არის რობოტების არმიით და ტალბი ჯარისკაცებით, რომლებიც არ არსებობენ. აი რეალობის დოზაც რუსეთო. შენ ყირიმის დაკარგვის ვარზე ხარ. უკრაინის ბრწყინვალე იზოლაციის კამპანიის შედეგად, რომელიც აჩვენებს რამდენად ეფექტური შეიძლება იყოს ხელოვნური ინტელექტი, როცა მას ბრძოლისთვის იყენებენ და არა ყალბი ვიდეოებისთვის. ეს უკვე ძალიან ხშირი შემთხვევა ხდება. რუსული დრონები, რომელთა დანიშნულებადაც კრემლი უკრაინას ასახელებს, ისევ და ისევ რუმინეთის საჰაერო სივრცეში ხვდებიან.
ეს დრონები არასდროს იყო განკუთვნილი უკრაინისთვის. ისინი რუსეთის დაშინების ტაქტიკის ნაწილია, რადგან პუტინი და მისი გარემოცვა ცდილობენ რუმინეთი დაარწმუნონ, რომ უკრაინის მხარდაჭერა შეწყვიტოს. ეს არ მუშაობს. რუმინეთს უკვე მობეზრდა რუსეთის თამაშები. პუტინი გაუგნებულია, რადგან რუმინეთმა დაიწყო რუსეთის დრონებზე საპასუხო ცეცხლის გახსნა. ეს არის ესკალაცია, რომელსაც ვერ დაიჯერებთ და რომელსაც სერიოზული შედეგები ექნება ნატოსა და უკრაინისთვის. 24 ივლისიდან რუმინეთმა 3 დღის განმავლობაში რუსეთის 3 საბრძოლო დრონი ჩამოაგდო. ამ უკანონო შეჭრები ემთხვევა რუსეთის გაძლიერებულ თავდასხმებს, რომლებიც მიმდინარეობს რუმინეთსა და უკრაინას შორის 614 კილომეტრიან საზღვართან. რუსეთი ამტკიცებს, რომ ეს შეჭრები შემთხვევითია. ის ყოველთვის ასე ამბობს, მაგრამ აქ ეს ნიმუში უდავოა და რუმინეთის პასუხი არ ტოვებს ეჭვს, რას ფიქრობს ის ამ დრონებზე თავის საჰაერო სივრცეში. რუსეთის 3-ვე დრონი F-16-მა გაანადგურა. როგორც კი გაირკვა, რომ ეს დრონები რუმინეთის ტერიტორიაზე გადავიდნენ, F-16-ები მაშინვე ცაში აფრინდნენ. პირველი შემთხვევა 24 ივლისს მოხდა. რუსეთის დრონები რუმინეთში სულიანასა და ფათეშტის შორის შევიდა. ბოლოს სწორედ იმ ადგილას მდებარეობს, სადაც ავიაბაზაა განთავსებული. რეაქტიული თვითმფრინავები აფრინდნენ. ჯერ 2 Eurofighter Typhoon-ი, რომლებმაც ვერ შეძლეს რუსეთის დრონის ჩამოგდება. შემდეგ მათ მოჰყვა F-16, რომელმაც რაკეტა გაუშვა და რუსეთის დრონი პადინას მახლობლად მინდორში ჩამოაგდო. ნამსხვრევების ინსპექციამ აჩვენა, რომ დრონი იყო რუსული შაჰედი. უკვე მეორე დღეს იგივე განმეორდა. ოღონდ ამჯერად რუსეთის დრონი რუმინეთში დუნაის დელტასთან გადმოვიდა. ამჯერად რუმინეთმა 4 თვითმფრინავი გაუშვა. რუსულ დრონს შანსი არ ჰქონდა. ეს მოდელი უფრო ძლიერი იყო ვიდრე წინა, რეაქტიული ძრავით აღჭურვილი დრონი, რაც მას უფრო სწრაფს ხდიდა. შემდეგ 26 ივლისს მესამე რუსული დრონი გადმოვიდა დაახლოებით 10-15 საათზე. კლავ, F-16-ები აფრინდნენ ფაგეშტიდან. ამჯერად რუსული დრონი გაანადგურეს შავი ზღვის რუმინეთის ტერიტორიულ წყლებში. ერთი დრონის შეჭრა შეიძლება დამთხვევად ჩაგვეთვალა. 2 უკვე ეჭვს იწვევს, ხოლო 3 ეს უკვე ნიმუშია, რაც მიანიშნებს, რომ ეს ყველაფერი რუსეთის მხრიდან ძალიან განზრახული იყო. დუნაის მდინარე აქ მთავარი გასაღებია და იმის გაგება, რაც იქ ხდება ნათელს ფენს, რატომ ხდებიან რუსული დრონები რუმინეთის ტერიტორიაზე. ომის დიდი ნაწილის განმავლობაში რუსეთი დარტყმებს აყენებდა უკრაინის პორტებს ამ მდინარეს. ამის კარგი მიზეზი აქვს. დუნაი არის მთავარი საექსპორტო არხი, რომელსაც უკრაინა იყენებს თავისი მარცვლეულის მსოფლიო ბაზარზე გასატანად. ამ ერთი წყლით სავსე არტერიის საშუალებით უკრაინა ყოველწლიურად მილიარდობით დოლარის შემოსავალს იღებს. რუსეთს ამის შეჩერება სურს. ეს წლებია სურს. საუკუნეების განმავლობაში დუნაის პორტები, როგორიცაა ისმაილი და ოდესა, შედარებით მშვიდი იყო. ხშირად ომებს გადაურჩნენ, რომლებიც მათ გარშემო მძვინვარებდა. ეხლა ეს პორტები სამიზნეა, რადგან რუსეთი ცდილობს დიდი წილი წაართვას უკრაინის მარცვლეულის ინდუსტრიის შემოსავალს, რომელიც მსოფლიოში გაყიდული მთელი ხორბლის 10%-ს შეადგენს. უკრაინის ექსპორტი მილიონობით ადამიანს კვებავს. რუსეთს ურჩევნია ეს ადამიანები შიმშილით მოგვთნენ, ვიდრე უკრაინას გაძლიერების საშუალება მისცეს. რუსეთი მუდმივად ესხმის დუნაის პორტებს. მაისში ისმაილი ორჯერ დაიბომბა, ერთხელ 2 მაისს და მეორედ 19 მაისს. პორტის ინფრასტრუქტურა დააზიანა. რატომ არის ეს ყველაფერი მნიშვნელოვანი რუმინეთის კონტექსტში? მდინარე დუნაის ნაწილი დაახლოებით უკრაინასა და რუმინეთს შორის საზღვარზე გადის. ამას ვხედავთ ბოლო დრონების შეჭრის მეორე შემთხვევიდან. ეს რუმინეთის დუნაის დელტაში მოხდა. წლების განმავლობაში რუსეთი იყენებდა ამ მდინარის უკრაინასა და რუმინეთს შორის გაყოფას, რათა თავი გაემართლებინა, როცა მისი შაჰიდები რუმინეთის ტერიტორიაზე შედიოდნენ. ჩვენ რუმინეთს არ ვესროდითო, ითხოვდა კრემლი. უკრაინა იყო ჩვენი სამიზნე და გარკვეული დროის განმავლობაში ამ განცხადებებს შეიძლება ჰქონოდა გარკვეული სანდოობა. ელექტრონული ომის სისტემები, რომლებიც დრონებს კურსიდან აცდენენ, სავარაუდოდ დამონტაჟებულია უკრაინის დუნაის ყველა პორტში. უდაოდ შესაძლებელია, რომ რუსული დრონები სიგნალის ჩახშობის შემდეგ შემთხვევით რუმინეთში მოხვდნენ, მაგრამ ერთი პრობლემა არსებობს. შემთხვევითი გადაცდენა შეიძლება ხანდახან დრონის აქა-იქ მოხვედრას ხსნიდეს. მაგრამ როგორც Kyiv Post აღნიშნავს, ბოლო 3 შეჭრა უკვე 31 შემთხვევა, 32 და 33. მას შემდეგ, რაც უკრაინის ომი დაიწყო, ყოველჯერზე რუმინეთს უწევს გამანადგურებლების აწევა დრონებთან გასამკლავებლად. თუმცა ადრე ისინი უბრალოდ აკვირდებოდნენ დრონებს და არ ანადგურებდნენ. ამის გარდა, რუსული დრონების ნამსხვრევები რუმინეთის ტერიტორიაზე დაახლოებით 50 ჯერ აღმოაჩინეს. მარტივად რომ ვთქვათ, ეს რიცხვები ძალიან დიდია. ამ შეჭრათა უმეტესობა შემთხვევითი არ არის. და 3 შემთხვევა 3 დღეში ნამდვილად დამთხვევა არ არის. რუსეთს აღარ შეუძლია დუნაის გასწვრივ თავდასხმები საბაბად გამოიყენოს. კრემლი სპეციალურად აგზავნის ამ დრონებს და ამის ძალიან კარგი მიზეზი არსებობს. 1,710,000 დოლარი. დაახლოებით ამდენი დახარჯა რუმინეთმა 24 ივლისიდან 26 ივლისამდე, რომ ჩამოეგდო 3 დრონი, რომლებიც მის საჰაერო სივრცეში შევიდნენ. ეს არის კრემლის მთელი მიზანი. რუსეთს კარგად ესმის, რომ ყოველი დრონი, რომელსაც აგზავნის, უნდა განეიტრალდეს. თუ ეს ნიშნავს, რომ გამანადგურებლები უნდა აფრინდნენ, მაგრამ არ გაისროლონ, ესეც მისარებია. საწოვი იხარჯება და ფული მაინც იწვება იმ საბრძოლო გაფრენებზე, რომლებიც სხვაგვარად არ მოხდებოდა. მაგრამ ეხლა, როცა რუმინეთი რუსულ დრონებს ცაში ანადგურებს, ეს ხარჯი კიდევ უფრო იზრდება. გამოიყენება რაკეტები,
ეს რაკეტები ასობით 1000 დოლარი ღირს. რუსეთისთვის ამ შემთხვევითი დრონების შეტრისას ის მსხვერპლად წირავს შაჰიდებს, რომლებიც მხოლოდ რამდენიმე 10,000 დოლარი ღირს. სამაგიეროდ კი ამ ინვესტიციაზე გაცილებით დიდ სარგებელს იღებს. მაგრამ რუსეთმა არასწორად გათვალა. რაც ჩვენ აქ რეალურად ვხედავთ, ეს არის რომანია, რომელსაც პუტინის პატარა თამაშები უკვე ტელში ამოვიდა. იმ დონემდე, რომ ლიდერად იქცა ნატოს დოქტრინის სრულად გადახედვაში. რუსულ დრონებს აღარავინ გააცილებს. ისინი აღარ იქნებიან თვალთვალისა და მონიტორინგის ქვეშ. ეს დრონები განადგურდება და ეს პუტინისთვის ყველაფერს ცვლის. სანამ უფრო ღრმად შევალთ, რუსეთი კვლავ ამტკიცებს უდანაშაულობას. რა თქმა უნდა, ასეა. რუსეთი მძვინვარებით გამოეხმაურა მას შემდეგ, რაც რუმინეთმა უპასუხა ამ ბოლო საჰაერო შეჭრებს და ჯერ რუმინეთში რუსეთის ელჩი ვლადიმირ ლაპაევი დაიბარა. შემდეგ კი გააძევა ეს ელჩი გაფრთხილებით, რომ მას ქვეყანა 5 დღის განმავლობაში უნდა დაეტოვებინა. რუმინეთმა ასევე გაიწვია საკუთარი ელჩი რუსეთიდან. ბუქარესტში რუსეთის საელჩო განრისხებული. ის ამტკიცებს, რომ გაძევება არანაირად არ იყო გამართლებული, რადგან კვლავ იმეორებს კრემლის პოზიციას, რომ არც ერთი დრონის შეჭრა არ ყოფილა განზრახული. რუსეთი უბრალოდ ცდილობდა უკრაინაზე დართმას. იგივე ძველი საბაბი. რუსეთს ასევე ეშინია, რომ რუმინეთი ესკალაციისკენ ისწრაფვის. მუქარები უკვე ისე იყრება, როგორც ნეხვი მაიმუნების ვოლიერში. საელჩომ განაცხადა, რომ ელჩის გაძევება უპასუხოდ არ დარჩებოდა. და რუმინეთმა სჯობს არ განახორციელოს საზღვრის მიღმა ოპერაციები, რადგან ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა პირდაპირ ერთვება უკრაინის ომში და რუსული პასუხი საფრთხის წინთხის წინაშე დგება. რუმინეთს არ განხორციელებია საზღვრის მიღმა ოპერაციები და არც მიანიშნებია, რომ შეიძლება განეხორციელებინა. ასე რომ ამ გაბრაზებულ რეაქციაში ვხედავთ, რომ რუსეთი პასუხობს რუმინეთისა და ნატოს საზღვრების გამოცდის შედეგებს, რომლებიც მის სასარგებლოდ არ დასრულდა. ამ გაბრაზებას შიშიაც ერთვის და ეხლა აგიხსნით რატო. მაგრამ სანამ ამას გავაკეთებთ, შეგახსენებთ, რომ სამხედრო შოუს უყურებთ. თუ ჩვენს არხზე საინტერესო ინფორმაციას იღებთ, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ შეტყობინებები, რომ მომავალ ვიდეოებს არ გამოტოვოთ. ჩვენ ხედავთ ცვლილებებს ორ დონეზე, რუმინეთის მიერ რუსული დრონების განადგურებაში. პირველი დონე არის ის, რას ნიშნავს ეს ყველაფერი თავად რუსეთისთვის. შემდეგ არის უფრო ფართო დონე, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ რუმინეთს, არამედ რუსეთს, ნატოს და უკრაინასაც კი. რუმინეთისთვის, რაც ჩვენ ვიხილეთ 24-დან 26 ივლისამდე, იყო პასუხის რეალიზაცია რუსულ დრონებზე, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მზადდებოდა. უკვე 2025 წლის მაისში რუმინეთმა მიიღო ახალი კანონი, რომელიც მის სამხედროებს საშუალებას აძლევდა ჩამოეგდოთ უნებართო დრონები, რომლებიც რუმინეთის საჰაერო სივრცეში შევიდოდნენ. მოგვიანებით იმავე წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუმინეთი აშშ-ში წარმოებულ მეროპსის სისტემას იყენებდა დრონებისგან თავდაცვის გასაძლიერებლად. ეს სისტემა ფაქტობრივად ჩამომგდები დრონი. მეროპს იმდენად პატარაა, რომ პატარა სატვირთოს უკანა ნაწილშიც კი ეტევა და შეუძლია შემომავალი დრონების ამოცნობა. მას ასევე შეუძლია დრონების განადგურება ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, რაც საშუალებას აძლევს დაძლიოს სიგნალის ჩახშობა და სხვა ელექტრონული ჩარევა. თუმცა მიუხედავად ამ ნაბიჯების გადადგმისა, იყო წინააღმდეგობა რუსული დრონების რუმინეს საერო სივრცეში განადგურებასთან დაკავშირებით. მაშინაც კი, როცა შეტრები უფრო ხშირი გახდა, კანონმდებლობას, რომელიც დრონების ჩამოგდების უფლებას იძლეოდა, ეწინააღმდეგებოდნენ რუმინეთის რამდენიმე უფრო ნაციონალისტური პოლიტიკური პარტია. სავარაუდოდ იმიტომ, რომ ისინი ამ კანონში პოტენციურ ესკალაციას ხედავდნენ, რაც შეიძლება რუსეთის რისხვას გამოეწვია. ეს წინააღმდეგობა აშკარად გაქრა და ამის მიზეზი უკავშირდება მაისში მომხდარ ინციდენტს, რომელსაც რუმინელი სამხედრო ანალიტიკოსი რადუ ტუდორი ABC News-თან საუბარში ფსიქოლოგიურ ბიძგად მიიჩნევს, რამაც რუმინეთს საბოლოოდ უბიძგა, რომ რუსულ დრონებთან დაკავშირებით რაღაც აქამდე ალბათ ნატოში მოკავშირეების გადაწყვეტილება იყო, რომ ძალის გამოყენებით არ ეპასუხათ, რადგან ეს გარკვეულწილად ესკალაციის საფრთხეს შეიცავდა, ამბობს ტუდორი. ახლა კი ეს უკვე რუმინეთის გადაწყვეტილებაა. აი რატო. 28 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუმინეთი კიდევ ერთი დრონის შეჭრის მსხვერპლი გახდა. მხოლოდ ეს შემთხვევა განსხვავებული იყო. ის ნამდვილად უფრო საშიში იყო. რუსული დრონები აღმოსავლეთ რუმინეთში საცხოვრებელ კორპუსს შეეჯახნენ, რის შედეგადაც დედა და მისი შვილი დაშავდნენ. რუმინეთმა იცოდა, რომ დრონი მოდიოდა. ის რადარით იყო დაფიქსირებული, თუმცა გამანადგურებლები არ გაუშვეს მის ჩამოსაგდებად და შედეგად ორი ადამიანი თითქმის სიცოცხლეს დაემშვიდობა. ეს იყო ის მომენტი, როცა თქვეს საკმარისია. არ არსურდათ იგივე რისკის გაწევა და რუმინეთმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ამიერიდან მის ტერიტორიაზე შემოსული ნებისმიერი რუსული დრონი ჩამოაგდებენ. ამ განცხადების სისწორე რუმინეთმა 3 დღის განმავლობაში სამჯერ დაამტკიცა. პუტინისთვის ეს ნიშნავს რუმინეთს. რუმინეთი მკაფიო გზავნილს აგზავნის, რომ მასთან თამაში არ ღირს. რუსეთმა საზღვრები ზედმეტად ბევრჯერ გამოსცადა. ახლა კი ყოველ ჯერზე, როცა კრემლი კიდევ ცდის, რუმინეთი მტკიცედ უპასუხებს. რუმინეთის პასუხის ეს ცვლილება მხოლოდ ერთ ნატოს წევრს არ ეხება. უფრო სწორად, რუმინეთმა წამყვანად დაიმკვიდრა თავი ნატოს დოქტრინის გარდაქმნის პროცესში, როდესაც საქმე რუსულ ჰიბრიდულ ომთან გამკლავებას ეხება. ეს ერთ-ერთი ფართო მნიშვნელობის შედეგია. რუმინეთი რუსეთის მიმართ ნატოს პოლიტიკის მთავარ ტვირთმზიდად იქცა. მათ შორის იმიტომაც, რომ რუმინეთი უკრაინასთან საზღვარს იზიარებს და ნატოს შავი ზღვის სტრატეგიისთვის მნიშვნელოვანია. ახლა შეგვიძლია რუმინეთი განვიხილოთ როგორც პირველი ფენა თავდაცვითი სისტემებისა, რომლებიც მომავალში რუსეთის თავდასხმის წინააღმდეგ არის განლაგებული. F-16-ები ამის მტკიცებულებაა. მათგან 70 რუმინეთშია განთავსებული, რამდენიმე კი ისეთ ქვეყნებიდან, როგორიცაა ნორვეგია, პორტუგალია და ნიდერლანდები. რუმინეთმა ასევე 10 მილიარდი დოლარი გამოყო ამერიკულ შეიარაღებაზე. მათ შორის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები და 32 F-35-ის მარაგი, რომლებიც ქვეყანას უნდა მიეწოდოს.
რასაც აქ ვხედავთ არის ფრონტის გამაგრება. ქვეყანა, რომელიც რუსული შეჭრის რისკის ქვეშ იქნებოდა, განსაკუთრებით თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახლა თავის დამსახურებულ ადგილს იკავებს ნატოს ალიანსის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან წევრად. რუმინეთი თავდაცვის, უსაფრთხოებისა და განძლეობის ბანკის დამფუძნებელი წევრია. ის იწყებს რამდენიმე საჰაერო თავდაცვის ინიციატივას, რომლებიც ყველა რუსული აგრესიის წინააღმდეგაა მიმართული. რუმინეთი ასევე ნატოს ბალისტიკური რაკეტების თავდაცვის ფარის მნიშვნელოვანი ნაწილია შავი ზღვის გარშემო, თურქეთთან ერთად. ქვეყანა მილიარდებს ხარჯავს თავისი საჰაერო ბაზების გაფართოებაზე და თურქეთთან და ბულგარეთთან ერთად შეუერთდა შავი ზღვის განაღმვის ოპერაციას. ყველაფერი ეს ძალიან მარტივ დასკვნამდე მიდის. რუმინეთი ნატოსთვის ახლა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ოდესმე. და ამ მნიშვნელობას კიდევ უფრო უსვამს ხაზ ის სამი გადაჭერა, რაც ახლახან ნახეთ, რადგან ეს ჩამოგდებები ასახავს დოქტრინალურ ცვლილებას იმაში თუ როგორ ეკიდება ნატო რუსეთის დრონებს. წლების განმავლობაში ნატოს პოლიტიკა რუსეთის მიმართ ძალიან მარტივი იყო. დააკვირდი, მიაცილე, გაავრცელე განცხადება, არასდროს გაამწვავო სიტუაცია. სამიზნეზე სროლა, რომელიც რუსულად მიიჩნეოდა 10 წლეულების განმავლობაში წარმოუდგენელი იყო, მათ შორის პუტინის 2022 წლის უკრაინაში შეჭრის შემდეგაც. სამიზნეზე თავდასხმა ესკალაციის რისკს ქმნის. ეს შეიძლება პუტინის სასარგებლოდ გამოვიდეს, განსაკუთრებით თუ მას სურს საბაბი კონდეს ნატოსთან დაკავშირებული ქვეყნის შეჭრისთვის. და ზოგ შემთხვევაში ეს დოქტრინა კვლავ ძალაშია. თუ რუსეთი გამანადგურებელ თვითმფრინავს რუმინეთის ტერიტორიაზე გააგზავნის, მას შეხვდებიან F-16-ები და Eurofighter ტაიფუნები, რომლებიც რუსულ თვითმფრინავს გვერდით გაყვებიან და ტერიტორიის მიღმა გააცილებენ. ამ ტიპის სამიზნის განადგურება სახიფათო. პუტინი თუ პილოტს დაკარგავს, მას ექნება ყველა არგუმენტი, რომ რუსი ხალხი ნატოს წინააღმდეგ გააერთიანოს. მაგრამ დრონები განსხვავებულია. ისინი უპილოტოა და რუმინეთის შემთხვევაში რუსეთი მუდმივად ამტკიცებს, რომ ისინი ნატოს საჰაერო სივრცეში განზრახ არ შედიან. დრონებთან გამკლავებისას ვხედავთ, რომ დოქტრინა იცვლება. ნატო სულ უფრო მეტად მზად აესროლოს ასეთ სამიზნეებს. ამის დასტურია Drone Edge ინიციატივა, რომელიც ივნისში დაიწყო და ვნახავთ, რომ ნატო ერთობლივად $40 მილიარდ ჩადებს პროგრამაში, რომელიც შექმნილია დრონების აღმოჩენის, იდენტიფიცირებისა და რაც მთავარია, დრონების საფრთხეების განეიტრალებისთვის. ამ პროგრამის დასრულებას 5 წელი დასჭირდება, მაგრამ ეს პუტინისთვის ნიშანია, რომ ნატო დრონებთან თამაშს აღარ აპირებს. როცა დაინახავს, გაანადგურებს. რუმინეთმა ამ პოლიტიკის განხორციელება დრონების ჩამოგდებით დაიწყო. შეკავება აღარ არის პროცედურა. ახლა აქტიური პასუხი. როგორც ვთქვით, ამ დოქტრინალურ ცვლილებაში გარკვეული მანევრის საშუალებაა. არ ვიხილავთ ნატოს ქვეყნებს, რომლებიც ჩრდილოვანი ფლოტის ხომალდებს, ჯაშუშურ გემებს ან გამანადგურებელ თვითმფრინავებს აფეთქებენ, თუ ისინი ნატოს ტერიტორიას დაარღვევენ. ბალანსი უნდა იყოს დაცული. და ეს ბალანსი როგორც ჩანს იმაში მდგომარეობს, რომ თუ რუსი ჯარისკაცები არიან ჩართული, მაშინ სამიზნეს არ ესვრია. მაგრამ დრონები ლეგიტიმური სამიზნეა და მიუხედავად იმისა, რომ დრონების ჩამოგდება ამჟამად ბევრად უფრო ძვირად ღირებული რაკეტების ხარჯზე ხდება, ვიდრე თვითონ ეს დრონებია, ეს ჯერჯერობით მისაღებია. უფრო ეფექტური თავდაცვა მალე გამოჩნდება. შესაძლოა რუსეთში ახლა ისტორიული მომენტი ვიხილეთ. მან გაანადგურა რუსული დრონები და პასუხად მიიღო მხოლოდ იგივე გაბრაზებული და უძლური მუქარები, რასაც რუსეთი წლებია იმეორებს. სხვა ქვეყნებიც, რომლებიც რუსეთის საჰაერო შეჭრების მსხვერპლი ყოფილან, მაგალითად პოლონეთი, ბალტიის ქვეყნები და დანია, ამას დაინახავენ და მათი თავდაჯერებულობა განახლდა. თუ რუმინეთს შეუძლია ამის გაკეთება, მათაც შეუძლიათ. პუტინმა ახლახან და რომ ის არ აპირებს ესკალაციას დრონების გამო. ეს რუმინეთის ქმედებების უფრო ფართო ასპექტის მეორე ნაწილზე გადაგვიყვანს. პუტინი ნატოს გამოცდას უტარებდა უკრაინის ომის დიდი ნაწილის განმავლობაში. მან ნატოს არც ერთ ქვეყანაში არ შეჭრილა, ჯერ არ, მაგრამ საჰაერო შეჭრები, როგორიც რუმინეთში მოხდა, ნატოს მთელ ტერიტორიაზე ხდება და ეს პარალელურად სხვა ჰიბრიდული ომის სტრატეგიებთან ერთად მიმდინარეობს, რომელშიც შედის დივერსია, კიბერშეტევები და დეზინფორმაციის კამპანიები. რუსეთი ამ ტიპის თავდასხმებს იყენებს, რათა ნატო ზღვარი გამოსცადოს. მას სურს როგორც რეაქციების გამოცდა, ასევე განხეთქილების შექმნა. პუტინის იდეალური სცენარია, რომ ნატოს ლიდერებს შორის იმდენი კამათი დაიწყოს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გაუმკლავდნენ რუსეთს, რომ საბოლოოდ არაფერი გაკეთდეს. დაყოფა სუსტ მხარეს ქმნის, რომელსაც რუსეთი იყენებს. ყოველი თავდასხმა, რომელსაც პირდაპირი პასუხი არ მოჰყოლია, პუტინისთვის სიგნალია, რომ შეუძლია ესკალაცია გააგრძელოს. ეს ყველაფერი განზრახ ხდება. მათ შორის დრონებიც, რომლებიც შემთხვევით რუმინეთში ხდებიან. პუტინის მთავარი პრობლემა 24-დან 26 ივლისამდე პერიოდის შემდეგ ისაა, რომ მისი ესკალაციის სტრატეგია კედელს შეეჯახა. ნატოს ლიდერები მიხვდნენ მის გეგმებს. პოლონეთის ეკონომიკური განვითარების და ტექნოლოგიების სამინისტროს სახელმწიფო მდივნის მის მოადგილემ მიხალ ბარანოვსკიმ ეს აშკარად თქვა მაისის ინციდენტზე საუბრისას, როცა ორი რუმინელი სამოქალაქო პირი დაშავდა. ეს შეცდომები არ არის, ეს პროვოკაციებია. ეს უკიდურესად სერიოზულია. ძნელია გადაჭარბებით შეფასდეს ესკალაციის მასშტაბი, უთხრა მან ევრონიუს. რუმინეთიც ისევე კარგად იცის ეს, როგორც პოლონეთი და თავისი გამანადგურებელი თვითმფრინავებისათვის რეაგირებით, მან პუტინს უთხრა, რომ მას აღარ მისცემენ ესკალაციის საშუალებას. პასუხები იქნება. რუსეთის დრონებს აღარ აქვთ თავისუფალი მიმოქმედების უფლება, რომ ქაოსი გამოიწვიონ. როდესაც ნატო რუსეთის გამოცდებზე ისეთ პასუხებს აძლევს, რომლებიც პუტინს არასდროს სურდა მოესმინა, პაზლის ბოლო ნაწილი უკრაინაზეა დამოკიდებული. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც პუტინს სურს ნატოს დაყოფა, არის იმის შეზღუდვა, თუ რამდენი დახმარება მიაღწევს უკრაინას. გაყოფა ქმნის კონფლიქტს, ხოლო კონფლიქტი იწვევს კამათს იმაზე, რა იარაღი გაიგზავნოს და საერთოდ გაიგზავნოს თუ არა რამე. ერთი დათქმით, რუმინეთმა პუტინს აჩვენა, რომ არ შეეშინდება და არ შეცვეთს უკრაინის მხარდაჭერას.
პირიქით, ეს მხარდაჭერა კიდევ უფრო გაძლიერდება, რადგან რუმინეთი ახლა მზად არის აქტიურად დაარტყას რუსულ ობიექტებს, რომლებიც მის ტერიტორიაზე შევლენ. ნიშნავს ეს იმას, რომ რუმინეთი უკრაინაში შევა და საზღვარგადამკვეთ ოპერაციებს ჩაატარებს? არა. მაგრამ ეს სავარაუდოდ ნიშნავს, რომ რუმინეთი კიდევ უფრო გააძლიერებს უკრაინის მხარდაჭერას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან რუმინეთი უკვე იყო უზარმაზარი ნაწილი უკრაინის სამხედრო მანქანაში. Kiev Post-მა რუმინეთი უკრაინის ყველაზე მეგობრულ ხაბად მოიხსენია იანვრის სტატიაში და აღნიშნა მისი სტატუსი როგორც ნატოს მეორე უმთავრესი მიწოდების ხაზი, რომლის მეშვეობითაც ნატოს წევრი ქვეყნები უკრაინას იარაღს აწვდიან. რუმინეთი ასევე სავარაუდოდ უკრაინის საბოლოო არტგენის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი იქნება. მისი მდებარეობის გამო დუნაის კორიდორში და იმ სარკინიგზო და საავტომობილო გზების მოდერნიზაციის პროექტების გამო, რომლებიც ამჟამად ქვეყანაში მიმდინარეობს. ეს ყველაფერი უკვე აქცევს რუმინეთს უკრაინისთვის მნიშვნელოვან ლოგისტიკურ ჰაბად და დროთა განმავლობაში ის კიდევ უფრო განვითარდება და გაძლიერდება. მარტში რუმინეთმა და უკრაინამ ხელი მოაწერეს ახალ სტრატეგიულ შეთანხმებას. წარსულში ტერიტორიული დავებიდან წარმოშობილი სირთულეების გადალახვით და ამ ორი ქვეყნის მტკიცე მოკავშირეებად ჩამოყალიბებით რუსეთის აგრესიის ფონზე. ასევე მარტში რუმინეთის პრეზიდენტმა ნიკოშ ორაშანმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მხარს უჭერს უკრაინის გაწევრიანებას ევროკავშირში, რაც კიდევ ერთი კავშირია კოლექტიურ დასავლეთთან, რომლის მოხდენაც პუტინს არ სურს. როდესაც რუსეთმა 24 ივლისიდან დაწყებულ შაბათ-კვირას დრონები გაუშვა რუმინეთის ტერიტორიაზე, ეგონა რომ ეს ჩვეულებრივი ტესტი იქნებოდა. კიდევ ერთი ზეწოლა საზღვრებზე, კიდევ ერთი შანსი, რომ შეეშინებინა ბევრად პატარა ქვეყანა. მაგრამ ეს ტესტი პუტინს უკან დაუბრუნდა. რუმინეთმა რუსეთის დრონებს განადგურებით უპასუხა და ამით რუმინეთმა თავისი პოზიცია დააფიქსირა. არა მხოლოდ როგორც უკრაინის მოკავშირემ, არამედ როგორც ერთ-ერთმა მთავარმა ქვეყანამ, რომელიც ფორმირებად ფრონტის ხაზზეა ნატოსა და რუსეთის შორის. დოქტრინა შეიცვალა. დაკვირვება განადგურებაში გადაიზარდა. ეხლა პუტინმა იცის, რომ ცეცხლთან თამაშობს ყოველ ჯერზე, როცა მომავალში ცდილობს რუმინეთის წინააღმდეგ რაიმე გამოცდა ჩაატაროს. ეს არ ყოფილა კარგი თვე რუსეთისთვის, რომელიც ცდილობს დააკმაყოფილოს პუტინის აკვიატებული სურვილი უკრაინის დაპყრობისა და ნატოსთვის ზიანის მიყენების. უკრაინაში რუსეთის გენერლები იმდენად სასოწარკვეთილები იყვნენ, რომ პუტინისთვის მოეწონებინათ თავი, რომ პუტინს უთხრეს, რომ რუსეთმა კონსტანტინიუკა აიღო. გენერლები იტყუებოდნენ. რეალობა ისაა, რომ უკრაინის ბრწყინვალე ძალებმა რუსეთის ჯარისკაცები დამანგრეულ მახეში შეიტყვეს. გაიგეთ მეტი ამ მახის და მისი ფართო შედეგების შესახებ ჩვენს ვიდეოში. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ სამხედრო შოუ და დააწყაპონოთ შეტყობინების ზარზე, რომ არ გამოგჩეთ ჩვენი უახლესი სამხედრო მოვლენების გაშუქება უკრაინაში, ევროპაში და დანარჩენ მსოფლიოში. და მადლობა როგორც ყოველთვის რომ უყურეთ.